გნოზისი, ანუ ანგელოზის გული. წიგნი მეორე. ნაწილი პირველი. დამოუკიდებელი ნაბიჯები. 2019 წელი, 30 დეკემბერი. კატაკლიზმების სცენარის გააქტიურება დედამიწაზე. სიზმარი. ჩემს ძველ სახლში ვარ სოლოლაკში. ფანჯარაში ვიყურები და უეცრად ვხედავ, რომ ცაში ღრუბლებში მოფრინავს ბუდას ქანდაკება. მას უკან სხვა ქანდაკებები მოჰყვებიან. ეს ნათელ ძალთა იერარქები არიან. რელიგიების დამფუძნებლები, წმინდანები, ცათამაღლებული სულები, პლანეტარული ლოგოსები, ძალები და სხვადასხვა სხივებზე მოღვაწე არსებები. ქანდაკები შორიდან ჩნდებიან, ჩემს სახლს უახლოვდებიან, გზას აგრძელებენ და სახურავებს მიღმა გადაღმა ღრუბლებში ქრებიან. უცნაური და დიდებული სანახაობაა. მე თვალებს არ უჯერებ და დედაჩემს და ჩემ ძმას ვეძახი. მაინტერესებს ისინიც იგივეს ხედავენ თუ არა. დედაჩემი ფანჯარას უახლოვდება, ხელს იშვერს და აღფრთოვანებით იძახის. შეხედე რა ხდება. უყურე მთავარანგელოზი მიქაელი. მიქაელის ქანდაკება მეც თვალში მხვდება. ოთახში ჩემი რუსი დეიდაშვილი და ძმა შემოდიან. ჩემი ძმა ფანჯარას აღებს, რომ ცაში გამოჩენილი მოვლენა უკეთ დავინახოთ. უეცრად მეუფეთა ამრიგს მოყვება, უცნაურია, მაგრამ ეს დიდი კალმისტარია. იმასაც სხვა ქანდაკებების მსგავსი ქვის ფაქტურა აქვს და ამრიგის ნაწილია. კალმისტარი ჩემს ფანჯარასთან ჩერდება, მიყურებს და სახლში შემოდის. სუფთა ფურცელი მეუბნება. მე საწერი მაგიდის ტუმბოდან სწრაფად ვიღებ ფურცელს და მაგიდაზე ვუდებ. კალმისტარი სწრაფად წერს რაღაცას. შემდეგ ჩემი ძმა ხმამაღლა კითხულობს, მაგრამ ის, რაც მისი ნაწერიდან მახსოვს, მხოლოდ მცირე ნაწილია. მიღებული იქნა გადაწყვეტილება განადგურდეს ბრჭყალებში ველოსიპედის ქანდაკება, არასწორი პრინციპების გამო. ხვდები, რომ საუბარია ვარდების რევოლუციის მოედანზე მდგარ ორკაციონ ველოსიპედის ქანდაკებაზე. მე გაკურვებით ვუყურებ ჩემი ოჯახის წევრებს და ვეკითხები. რა თუნდათ ველოსიპედის ქანდაკების განადგურება? ეს ხომ უბრალოდ ერთი უმნიშვნელო ნაკეთობაა. რატომღაც ვგრძნობ, რომ ამ განადგურებას მსხვერპლი მოყვება და მინდა ვკითხო კალმისტარს. შეიძლება თუ არა ხალხი გავაფრთხილო. ვგრძნობ, რომ მაჩერებს, რადგან კანონის თანახმად საღვთო-ნებას წინ არ უნდა აღუდგე. ამ გაუგებარი შეგრძნებით მე ღვიძება. ფიქრებით მიქაელს ვეძებ და იმ მეუფეს, ვისგანაც ეს სიზმარი შეიძლება ყოფილიყო გამოგზავნილი. სიბრძნის და სინათლის ღმერთის, ზკ-ს, თბილ და მოსიყვარულე თანამყოფობას ვგრძნობ. ჩემი კითხვები ცხადია მისთვის და ჩემთვის კი სიზმრის ყველა სიმბოლო ერთბაშად ცხადდება. ქანდაკებები ცაში, ნათელ ძალთა იერარქია. ისინი რაღაცნაირად შორდებიან დედამიწას. ზამთრის ნაბუნიავმა მისევ მოიტანა გარდამტეხი მომენტი. კალმისტარი, რომელიც ამ იერარქიის ერთ-ერთი წევრი იყო, რაღაცნაირად ჩემთან არის კავშირში. ინიციაციის დროს ხომ სწორედ კალმისტარი გადმომცეს, როგორც სიმბოლო, რომ მათი შუამავალი უნდა ვიყო და წიგნი დავწერო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ავადსახსენებელი ველოსიპედის ქანდაკებაა. არასწორი პრინციპი. ეს არის ორი ადამიანის ველოსიპედი, რომელიც ვერასდროს ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ადამიანები საპირისპირო მხარეს იყურებიან და საჭეებით საპირისპიროთა აქვთ მიმართული. ეს არის სიმბოლო ტრანსპორტის, რომელიც შინაგანი კონფლიქტის გამო ვერსად ვერასოდეს ვერ გადაადგილდება. სკ. ეს ალეგორიაა კაცობრიობის, რომელიც ვეღარსად ვერ მოძრაობს, ვეღარ ვითარდება. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება კატაკლიზმების სცენარის გააქტიურების. მე საშინელი სევდა მეუფლება, აზრების კორიენტელი მაწყდება. ხან იმაზე ვფიქრობ, რომ მე ვერაფერი ვერ მოვასწარი. ან რა შემეძლო, რომ შემეცვალა, ან იქნებ შემეძლო. ადრე რომ გამოფხიზლებულიყავი, რამდენი რამე გავაკეთე არასწორად, რამდენი შემეშალა და უკვე გვიანია რაიმე შევცვალო. მეუფისგან უცნაური გზავნილი მოდის, ის ჩემს შფოთვას აქრობს. ნუ გონია, რომ ყველაფერი დასრულდა, საქმე ახლა იწყება. ინტერნეტ პოსტებიდან, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ. იმა. ვინ ჩემს წიგნს კითხულობდა, მოგეხსენებათ, პირველი წიგნი დამთავრდა, თავით ბრძოლა ბნელ ძალებთან. რომლის აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, ანუ ინკარნაციაში მყოფმა ნათელმა სულებმა. ჭრილებში მაღალსულიერმა ადამიანებმა წააგეს ბრძოლა. რაღაც უსაშველო იყო უკვე ის ნეგატივი და დემონური გამოვლინებები. უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდით. ძალიან მძიმე სიზმარხილვა იყო. იქამდე სულ მოდიოდა მიქაელისგან ის აზრი, რომ კაცობრიობამ დააგროვა ძალიან მძიმე კარმა და რომ მომავალი შეიძლება გათამაშდეს ორი სცენარით.
ან უმტკივნეულო სცენარით, ან კატაკლიზმების სცენარით. უმტკივნეულო სცენარი განვითარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნათელი სულები, რომლებიც ეხლა დედამიწაზე განსხეულებაში იმყოფებიან, გადაფარავდნენ იმ ნეგატივს, რასაც ქმნიდა უმრავლესობა. ამ შემთხვევაში მათი მაღალი ცნობიერებით მოხდებოდა სხვების წამოწევა და ადამიანები რაღაცნაირად გონს მოვეგებოდით, მაგრამ არა, ვერ მოხდა ეს. ამიტომ 2019 წლის ზამთრის ნაბუნიობაზე შედგა ნათელ იერარქიის წევრების დიდი ყრილობა და იყო მიღებული გადაწყვეტილება. აეშვათის კარმა, რაც დაგროვდა და რაც თვითონ თავისი დიდი ძალისხმევით, ესე ვთქვათ, კაი ხანი ჰქონდათ მოთოგილი. ანუ გააქტიურდა კატაკლიზმების სცენარი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლიდან. ამაზე პოსტი მქონდა დადებული იანვრის პირველ რიცხვებში. ჯერ არაფერი რომ არ იუწყებოდა ამ მოვლენებს, მაგრამ ჩემზე ამ წინასწარმეტყველება მიმდენად დამთრგუნულად იმოქმედა, რომ ეს ფაქტიურად ჩემი ბოლო პოსტი აღმოჩნდა იმ პერიოდში. აღარ მქონდა გაგრძელების სურვილი, მაგრამ მერე დამესიზმრა მეორე სიზმარი, რომელსაც ეხლა ქვემოთ დავწერ, რომლის აზრი ის იყო, რომ ის კატაკლიზმა, პირველი კატაკლიზმა, რომელიც მთელ პლანეტაზე გავრცელდებოდა, მერე მივხვდი, რომ კორონაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ეს სიზმარი დეკემბერში ვნახე. ჩვენ შედარებით დაგვინდობდა. არ ვიცი ეს რითი დავემსახურეთ, მაგრამ აზრი ეს იყო. ეს სიზმარი მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაუგზავნე, იმიტომ რომ მე თვითონ არ მჯეროდა, რომ ასე შეიძლება მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ასე გაგრძელდეს. 2019 წელი, დეკემბერი. პირველი კატაკლიზმი, ტორნადო, სიზმარი. ხედავ თითქოს მე და ადამიანთა ჯგუფი რაღაც დაფარულ უკედლებო ნაგებობაში ვართ. ყველამ ვიცით, რომ სადღაც ჩვენგან შორს დამანგრეველი ქარიშხალი მძვინვარებს. ჩვენ ამ კატაკლიზმებს ტელევიზორით და ინტერნეტით ვაკვირდებით და მიუხედავად თანაგრძნობისა შინაგანად მშვიდად ვართ, რადგან გონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ შეგვეხება. უეცრად ვაცნობიერებ, რომ ჩვენ ფარღალალად გადახურულ თავშეყრის ადგილას სწორედ ის ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც მეგონა, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ყველა შიში გვიპყრობს, ზოგი პანიკაში ვარდება. ზოგი შენობიდან გარბის, ზოგიც კი უკან ბრუნდება. უпростоრეთ ერთი ადამიანია, რომელიც ხან გადის, ხან ბრუნდება. თან ჩემთვის მეფიქრება, რას დადის წინ და უკან მეთქი. მე თავს ხელებში ვრგავ და ლოცვას ვიწყებ, ჩვენი გადარჩენისთვის. თავის წამოწევის მეშინია, რადგან მესმის, რომ ქარიშხალი უკვე ჩვენს თავებზე მძვინვარებს. ასე მგონია, რომ ეს ფარღალალა გადახურული, ცუდად დაცული და არამყარი შენობა, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ქარიშხალს ვერ გადაურჩება. მაგრამ ცოტა ხანში ხმაური და გვირგვინვა წყდება და სიჩუმე ინადგურებს. მე თავს წევ, გარეთ ვიყურები უარესის მოლოდინში, მაგრამ გაკვირვებით აღმოვაჩენ, რომ გადავრჩით. ჩვენი შენობა ადგილზეა და მის გარეთაც მიუხედავად დანაკარგებისა, უმთავრესი შენობებისა გადარჩენილია. ის ერთი ადამიანი, რომელიც ხან შემოდიოდა, ხან გადიოდა, ისიც შევამოწმე და გამიხარდა, რომ გადარჩა. გარეთ იგრძნობა ერთგვარი განახლება, როგორც წვიმის მერე იცის ხოლმე. ეს გადახურული შენობა სავარაუდოდ ჩვენი ქვეყანაა, ხოლო ქარიშხალი რაღაც კატაკლიზმია, რომელიც გვეგონება, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნებს შეეხება, მაგრამ ჩვენთანაც მოვა, მაგრამ ძალიან არ დაგვაზიანებს. ფრჩხილებში 2021 წლის 25 მაისს დამატებული კომენტარი. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის ეპიდემიაა. პირველ ტალღაზე ძალიან მსუბუქად შეგვდა. მერე მართლა კოლექტიური ლოცვა მოუვაწყვეთ, ჯერჯერობით პანდემია არ არის დამთავრებული. 2019 წელი, დეკემბერი, მეორე კატაკლიზმი, სიზმარი. სახლში ვარ ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად. ვიცი, რომ გარშემო ქუჩის მხრიდან ნელ-ნელა იწევს წყლის დონე, რომელიც გარშემო ყველაფერს თბორავს. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვითომაც არაფერი ხდება, მაგრამ ბოლოს მაინც ფოთვა მიჩნდება. ხვდები, რომ სახლი ისეა დატბორილი, რომ უკვე სახურავსაც ფარავს. წყალისაცაა კედლებს შემოანგრევს, ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი ხდება. მე გვერდზე ოთახში გავდივარ, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკვე დატბორილია. ამის აღარ შემჩნევა არ გამოდის. მე წყლით ჭერამდე ავსებულ ოთახში მივცურავ, რომ გარეთ გავახციო. სავარაუდოდ ჩემი ოჯახის წევრებიც იგივეს აკეთებენ. უცნაურია, მაგრამ წყალი არ მახრჩებს. მაშინ თავისუფლად სუნთქავ. როდესაც მე და დედა ჩემი სახლიდან ცურვით გამოვდივართ და ნაპირზე ამოვდივართ, თბილისს ვუყურებ და ვერ ვცნობ. წყალმოვარდნამ სრულიად შეცვალა რელიეფი. თითქმის მთელი თბილისი წყლით არის დაფარული. მხოლოდ მცირე ნაწილია ამ თვალუწვდენელი ოკეანიდან კუნძულებად ამოჩენილი. დედა ნანობს, რომ ძველი სახლი დაიტბორა. მადლობა თქვი, რომ ახალი სახლი გადარჩა, ვეუბნები მე. კალენდარს ვხედავ, რომელზეც 7 მაისი წერია. არ ვიცი, ეს გლობალური მოვლენაა თუ ჩემს ოჯახს ეხება.
რამდენიმე დღეში ისევ იგივე სიზმარს ვხედავ. ისევ უყურებ ზევიდან თბილის, რომელიც წყლითაა დაფარული. ოღონდ ამჯერად წყალი რაღაცნაირად ჭურჭყიანია. ხო ვამბობდი, ასე იქნება, თქო ვეუბნები ვიღაცას. 2020 წელი 6 თებერვალი. დაცემული ანგელოზი. ძილის წინ მიქაელს ვთხოვ, რომ რაიმე მინიშნება გამომიგზავნოს იმ 3 ადამიანზე, ვინც უნდა ვიპოვო, იმისთვის, რომ 5 მიქაელი შეიკრეს. მიქაელს ვსაყვედურობ, რომ მინიშნებებს ჩიუტად არ მაძლევს და ეს თემა უკვე მაღიზიანებს. ამიტომ იმასაც ვთხოვ, რომ ამ ძიებას ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი, რადგან მცდარი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან არასწორი გზით წაგვიყვანს მეც და იმ ადამიანებსაც. სიზმარი. თითქოს რაღაც დაღმართში ჩავდივარ. ჩემთან ერთად ხალხის მასა მოძრაობს, რომელსაც უნებურად მივყვები. უეცრად, სადაც დაღმართი მთავრდება, ვამჩნევ ხალხის მოძრაობიდან განყენებულად მდგომ ჩემს ძველ თანამშრომელს, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. მეც ვცდილობ ხალხის მასას გამოვეყო და მასთან მივიდე. ეს ძლივს გამომდის, მაგრამ მაინც ვახერხებ და ჩემს მეგობარს სიხარულით ვეგებები. მეგობარი გოგონა უჩვეულოდ გადაპრანჭულად არის ჩაცმული და მობილურზე საუბრობს. მე ვცდილობ ჩავეხუტო, რადგან დიდი ხანია რაც არ მინახავს და მასთან შეხვედრამ ძალიან გამახარა. მაგრამ ის არ ჩქარობს ჩემს მოსალმებას, მობილურზე ლაპარაკს იმიზეზებს და ხელით უკან წევს. ცოტა მეუცნაურება მისი ასეთი უხეში ქცევაც, გარეგნობაც და ჩაცმულობაც. თვალში მხვდება, რომ არაბუნებრივად მაღალია და მე ლამის მხრებამდე ძლივს ვწვდები, ხოლო ჩაცმულობაში ვულგარულობა იგრძნობა, რაც მას არასდროს არ ახასიათებდა. უეცრად რაღაც სახლში ვინაცვლებთ. მე მასთან საუბარს ვარ მოწყურებული, მაგრამ ის ძალიან ცივად მეკცევა. შენი წიგნი წავიკითხე. ეს რა დაგიწერია? ვერ ხედავ, რომ ეშმაკი ყავს შეჩენილი? მისი სიტყვები მწარედ მხვდება გულზე. უნებურად მეფიქრება, რომ ამ წიგნის გამო შეიძლება ყველა მეგობარი დავკარგო. უეცრად გრძნობ კეფაზე წნევას. თითქოს ვიღაც მაწვება. თან ისეთი ძალით, თითქოს ჩემი მიწასთან გასწორება უნდა. მე ამ ზეწოლისგან ვიკეცები და კვნესას ვიწყებ. ინტენსიურად იესოს ლოცვას ვამბობ, რომ დემონური შემოტევა მოვიგერიო. ზეწოლა ქრება და ისევ მხრებში ვიმართები. ხომ ხედავ რა გემართება, მეუბნება შეშფოთებით მეგობარი. ეკლესიაში უნდა მიხვიდე. ვინმე მამაოს წააკითხე შენი წიგნი? მე ვუყვები, რომ წავაკითხე პატარა ნაწილი, მაგრამ იმან ვერაფერი გადაწყვეტით ვერ თქვა. ხო და სხვას უნდა წააკითხო და გეტყვიან სწორედ როგორ უნდა მოიქცე. მე ჩემს მეგობარს ვუყურებ და კითხვა მებადება. მაინც რა არ მოგეწონა კონკრეტულად? ვეკითხები მე. ის ცოტა ხანი ფიქრდება, თითქოს უჭირს რამე კონკრეტულის გახსენება და მეუბნება. აი რომ დაწერე სულიერი განზომილებიდან ანგელოზის ტიპის არსებები დედამიწაზე რომ ინკარნირდებოდნენო, მერე აღარ უნდოდათო იმ საზიზღარ ადგილას დაბრუნებაო. რატომღაც საზიზღარ ადგილზე, რომელშიც სულიერ განზომილებას გულისხმობდა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ტუჩები მოპრუწა და ისე თქვა, რომ განსაკუთრებული ზიზღით გაჟღერებულიყო. თან თითქოს მე მასახიერებ და თითქოს მე ვუწოდე ჩემს წიგნში სულიერ განზომილებას საზიზღარი ადგილი. მე გაკურებისგან თვალები გამიფართოვდა. სადმე წერია ეგეთი რამ? მსგავსი არაფერი მithქვამს. პირიქით მე დავწერე, რომ როდესაც ანგელოზის ტიპის არსებები ადამიანებად ინკარნირდებოდნენ, ისინი ცდილობდნენ უკან სახლში, ანუ სულიერ განზომილებაში დაბრუნებას. მაგრამ ზოგიერთი, ესე ვთქვათ, დაეცა და უნებურად ჩაერთო დედამიწაზე რეინკარნაციების წრებრუნვაში. სამსარიდან ვეღარ გამოდიოდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის დიდი დახმარება ჰქონდათ ზედა სამყაროდან. თავიანთი დებისგან და ძმებისგან. ამაზე ჩემმა მეგობარმა არაფერი მიპასუხა. მე მშვიდი ხმა მქონდა, რადგან შინაგანად საკუთარ სიმართლეს ვგრძნობდი. კიდევ რა არ მოგეწონა, არ შევეშვი მე. ის თითქოს პასუხს გაურბოდა, ვერ იხსენებდა კონკრეტულად ვერაფერს და ბოლოს თქვა: ნუ ეს ყველაფერი ანგელოზები, ამაღლებული სულები, შენ რასაც აღწერ, ეს ყველაფერი ხომ ხვდები, რომ შეუძლებელია. ფანტაზიებია უბრალოდ. ნუ კარგი, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებლად გეჩვენება და ის რაღაც სულიერ სამყაროზე როგორც აღმოჩნდა ვერ გაიგე და უკმა ამოატრიალე. ამის გარდა რა გეჩვენება არასწორად ღმერთის საწინააღმდეგოდ? მან არაფერი მიპასუხა და შევატყვე, რომ ცდილობდა საუბრის თემა შეეცვალა. სარკე ამოიღო და მაკიაჟის შესწორება დაიწყო. ჩემი მეგობარი გოგონა ყოველთვის თამდაბალი და ძალიან სათნო, უბრალო გოგო იყო. მაკიაჟს თითქმის არც იყენებდა. ამით ჩვენ ერთმანეთს გავდით. ამჯერად კი საშინლად მკვეთრი მაკიაჟი ქონდა გაკეთებული. ლურჯი ჭრდილები საშინლად არ უხდებოდა შავგვრემან სახეს. შენ რომელ ვიზაჟისტთან დადიხარ? მკითხა მოულოდნელად. გამიკვირდა მისგან ეს კითხვა და ჩემთვის გამეფიქრა. რა დაემართა ამ ანგელოზივით გოგოს?
მე ხომ იცი რომ მაკიაჟის დიდი მოყვარული არ ვარ, უპასუხე. არ ვიყენებ თითქმის და ვიზაჟისტთან ცხოვრებაში არ ყოფილვარ. ჩემს ქორწილშიც კი მე თვითონ გავიკეთე მაკიაჟი. ის არკეს არ წყდება და მეუბნება. ესე იგი ვიზაჟისტებისგან სწავლობ როგორ გაიკეთო მაკიაჟი? ნამდვილი ქალი ვით ხომ გინდა გამოიყურებოდე. მე მას მიმართავ სახელით. ნამდვილი სილამაზე ხომ იცი რომ შიგნიდან მოდის, როცა ადამიანის სულიერი სილამაზე გარეთ გამოსჯივის. ნამდვილი ქალური ქარიზმაც ასე ჩნდება. ის თითქოს თემის შეცვლას არ აპირებს და მე ბოლო-ბოლო მოთმინება დაკარგული ვაწყვეტინებ. თუ მაკიაჟზე გინდა საუბარი, ეგ ჩემთან არა. მე არ ვარ მაგ მხრივ კარგი მოსაუბრე. ამაზე სიზმარი წყდება და მეღვიძება. როგორი რეალური შეგრძნება იყო მეფიქრება ჩემთვის და მიქაელის მოსიყვარულე თანამყოფობა მეხვევა. როგორც იქნა წამომწდა, რადგან გამიხარდა მისი გამოჩენა. რას ნიშნავს ეს სიზმარი? მიქაელი. შენ მუდმივად გინდა რომ მინიშნებები მოგცე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ურთიერთობა გიწევს, მაგრამ მე მირჩევნია რომ თავად ისწავლო მათი ბუნების ამოცნობა. უნდა ისწავლო რომელი კატეგორიის სულთან გაქვს შეხება. სულიერი, შუალედური, ადამიანური თუ ქტონური. ენდე შენს ინტუიციას, შენ ყველაფერი იცი. არასწორი კავშირები, არასწორი გზით წაგიყვანენ. კაცობრიობა ეხლა იმ ეტაპზეა, როცა სულიერ ჰიპოსტაზთან, მამასთან უნდა დაამყაროს კავშირი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დედამიწის ლოგოსის, ქალურ საწყისთან, ანუ დედამიწასთან სწორი ურთიერთობა. იქამდე დედამიწის ჰიპოსტაზისკენ ლტოლვა მხოლოდ დამიწებაა, რომელიც მსგავს კულტურებში როგორც წესი უწესრიგო და აღვირახსნელ ორგიებშიც კი ვლინდებოდა. რაც თქვენ ისტორიას კარგად ახსოვს, სულიერად განუვითარებელი ადამიანი დედამიწის რიტუალებს მხოლოდ აუკუღმართებს. დააკვირდი, ვინ უფრო უვლის და უფრთხილდება ბუნებას, დაბალი ცნობიერების, ფრჩხილებში დაბალი ვიბრაციების, თუ მაღალი ცნობიერების ადამიანები. მაღალი ცნობიერების, ანუ მაღალი შეგნების ადამიანები. მაღალი სულიერი ვიბრაციის, ანუ სულის ჰიპოსტაზთან კავშირის გარეშე, დამიწებული ცნობიერების ადამიანებისთვის დედაბუნება მხოლოდ ექსპლუატაციის საგანია და მეტი არაფერი. იმისთვის, რომ მატერია სულის ერთობა დაინახო და დედამიწიერს მოუფრთხილდა ისე, როგორც საჭიროა, ამისთვის სულის ჰიპოსტაზთან, ანუ მამაზეციერთან უნდა დაამყარო მჭიდრო კავშირი. თქვენ ახლა სწორედ ეს გაკლიათ. სწორედ ეს კავშირი გაქვთ გაწყვეტილი, თორემ დამიწებულები ისედაც ხართ. მამაზეციერისკენ უნდა გქონდეთ ყურადღება მიმართული და მაშინ დედამიწიერსაც იგრძნობთ. ნუ მიგიზიდავენ ნურც ბუნების სულები, ფრჩხილებში შუალედური სამყარო, ნურც მით უმეტეს ქტონური. ფრჩხილებში ქვესკნელი სამყარო. ხომ გახსოვს სულიერ არსებებთან და შესაბამის სულებთან ურთიერთობისას საღვთო მადლს უნდა გრძნობდე. ამას რატო გეუბნები? ის არსება, რომელიც შენს სიზმარში შენი თანამშრომელი მეგობრის სახით დაინახე, ერთ-ერთი დაცემულთაგანი იყო. ამიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია სულიერ სამყაროზე, როგორც საზიზღარ ადგილზე. მინდა კარგად გაიგო დაცემულების ბუნება. ისინი იგივე ანგელოზები არიან, ოღონდ დაბალ ვიბრაციულ ვარიანტში. როგორც სიბნელე იგივე სინათლის სხივებია, ოღონდ დაბალ ვიბრაციულ სიხშირეში. მაგიტომ დაგებადა ეს კითხვა შენს სიზმარში, რა მოუვიდა ამ ანგელოზივით გოგოს? მე სპეციალურად შევარჩია დაცემული ანგელოზის არქეტიპისთვის შენ ისეთი მეგობარი, რომელიც განსაკუთრებული სათნოებით გამოირჩევა, რომ ეს კონტრასტი დაგენახა. ჩვენ გვებადება ეს კითხვა მათი შემხედვარე. შენ იცი რომ პირველ წყაროს სულის ჰიპოსტაზიდან არის პირველადი 7 განტოტვა. ამ 7 ეგრეთ წოდებულ სხივზე მუშაობს 7 მთავარი იერარქი. მაგრამ ამ 7 სხივიდან კიდე ხდება განტოტვები, რომლებიც თავის მხრივ ასევე იტოტებიან. თითოეული განტოტვა გარკვეული ტიპის ენერგიაა, ანუ გარკვეულ ტალღაზე მუშაობის შესაძლებლობა. გახსოვს ოლიმპელი ღმერთები, მაგალითად სილამაზის ქალღმერთი. როდესაც ადამიანი სილამაზის გრძნობას განიცდის, მისი სულიერი სხეული გამოასხივებს მაღალი სიხშირის ენერგიას. ამ ენერგიას განაგებენ გარკვეული ტიპის სულიერი არსებები. გაიხსენე, ჩვენ საუბრობდით ამაზე. პირველი წიგნი. ნაწყვეტი 2019 წლის 11 თებერვლიდან. დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან ერთად წარმოიქმნა საღვთო ენერგიის ტიპები,
როგორიც არის სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვა. ანუ ის ცნებები, რომლებიც ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია, მაგრამ როგორც იცი, ყველა ემოცია და ფიქრი ნატიფ ენერგიას წარმოადგენს. ამიტომ სულიერი თვალთა ხედვით ყოველი ეს ცნება, ანუ ფიქრი, ემოცია არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ეგრეთ წოდებული მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით, ანუ ევოლუციური ოპტიმალური ხაზით წარიმართოს. მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში, ანუ მატერიალურ, ეთერულ და ასტრალურ ველებში ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა, რომ ეგრეთ წოდებული ბუნების სულებთან კონტაქტში შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები, რასაც შენ ღვთაებრივი მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულები არიან. მიქაელი. ეს არსებები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული ენერგიის ტიპთან მომუშავე სულიერი იერარქიის წევრები იყვნენ, დაცემის მერეც აგრძელებენ იგივეს, ანუ იმ ენერგიის მართვას, რასაც ნაჩვევები იყვნენ. ოღონდ მატერიალურ განზომილებაზე ზემოქმედებენ, როგორც წესი დაბალი ასტრალიდან და შესაბამისად ამ ენერგიების დაბალ ვიბრაციული გამოვლინებით საზრდოობენ. ანუ წარმოიდგინე, რომ ამაღლებული სილამაზის კატეგორია დაამიწო. სხვა სიტყვებით, ნამდვილი სილამაზე შეცვალო მოჩვენებითი, მატყუარა, ხელოვნური მატერიალური სილამაზით. მათთვის ყოფილი სამშობლო, ანუ სულიერი განზომილება მტრად და საზიზღარ ადგილად აღიქმება, იმიტომ რომ საპირისპირო პოლუსად არის ქცეული. მე გამახსენდა ენოქის წიგნი, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთ დაცემული ანგელოზის მიერ ქალებისთვის ფერუმარილის გამოყენების სწავლაზე. ხო, ეს სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ენოქის წიგნში ძალიან სახეცვლილი ინფორმაციაა, სწორედ ეს ანგელოზი ნახე სიზმარში, შენი მეგობრის გარეგნობით შენიღბული. მხოლოდ გახსოვს ის უცნაურად მაღალი იყო ზედმეტი აქცენტებით ჩაცმაზე და მაკიაჟზე. მისი ენერგეტიკული ფოკუსი მატერიალურ განზომილებაში არის ვიზაჟის, მოდის, სილამაზის სალონების და მსგავსი ადგილები, ხოლო მუშაობის ტალღა სილამაზე. უпростоრად მისი დამახინჯებული ვარიანტი. საერთოდ ნაკლოვანი გარეგნობა ცუდი კარმის მაჩვენებელია. თქვენი სამყარო იდეალური ფრჩხილებში უпростоრად იდეალურთან მიახლოვებული რომ ყოფილიყო, ხოლო ადამიანთა სულები წმინდა, ყველა ადამიანი ლამაზი იქნებოდა. ულამაზო გარეგნობა ნიშნავს, რომ ცუდი კარმა გიბრუნდება, ან წინა ცხოვრებიდან, ან გვარიდან, ან ოჯახიდან და სხვა. იმ დროში, რომელშიც შენ ახლა ხარ, თქვენ ყველა ადამიანს გაქვთ ცუდი კარმა, ასეთი თუ ისეთი ფორმით. ამიტომ ულამაზო გარეგნობა არ არის გასაკვირი. გარეგნობის ხელოვნურად გაუმჯობესება ნიშნავს ამ კარმიდან თავის დაძვრენას, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ იგივე კარმა უფრო მძიმე ფორმით გადმოვა ადრე თუ გვიან. მძიმე ფორმით კარმის გადმოსვლა ვისაწყობს ეგეც იცი. მოკლედ რომ თქვა, დაცემულებს გაუკუღმართებული აქვთ ის ენერგიები, რომლებიც როდესღაც ებარათ სულიერ სამყაროში და ძალიან ამაღლებულ კატეგორიებში. მე მინდა რომ შენ ამოიცნო არა მხოლოდ უბრალო დემონური არსება, არამედ კონკრეტულად დაცემული და განსაზღვრო მისი მუშაობის, მისი ენერგიის პროფილი. ეს არსებები ჩვენთვის საწინააღმდეგო ძალებს წარმოადგენენ და დედამიწის ჯამურ ვიბრაციებს არაბუნებრივად დაბლაწევენ. ისინი შეიძლება მეგობრის სახით შემოვიდნენ შენთან კონტაქტში, რომ სწორი გზიდან შეგაცდინონ. შეიძლება პირდაპირ ნატიფი განზომილებიდანაც იმოქმედონ, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად გამოუვათ. ამიტომ შეეცდებიან განსხეულებული ადამიანი მონახონ, ვისი პირითაც დაგელაპარაკებიან. არ მოტყუდე და ნუ მიყვები ხალხის მასებს, რომლებიც თავდაღმართში მიგაქანებენ. თუ საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ წასვლაც უნდა შეძლო. ინტერნეტ პოსტებიდან ენერგონაკადები. იმა. ეს სიზმარხილვა ეხება ისეთ თემას, რომელიც ბოლომდე ვერ გავიგე, ანუ ეზოთერულად ამ მოვლენას რა ქვია არ ვიცი, მაგრამ მე იმას რაც დავინახე უწოდე ენერგონაკადები, რომლებიც გავდა ვექტორებს და ნაკადებს როგორც ოკეანის წყალქვეშა დინებებშია ხოლმე. თითოეულ მოვლენას ამ ნაკადების საკუთარი სიბრტყე აქვს. იქ, სადაც ნაკადი დაბლოკილია, ესე თუ ის მოვლენა მოქმედება ვერ მოხდება, ხოლო სადაც ეს ნაკადი აქტიურია, შესაბამის პროცესს, ესე ვთქვათ, გზა ხსნილი აქვს. სულიერ არსებებს, ფრჩხილებში, როგორც ჩვენს კოლექტიურ მენტალს, შეუძლიათ მართონ თავისი მენტალით ეს ნაკადები და მიმართონ სასრუელი მიმართულებით. სავარაუდოდ ამ უნარს ხშირად არ იყენებენ, რადგან მათი ფრჩხილებში სულიერი იერარქების ფუნქცია არ არის მართვა. ფრჩხილებში ჩვენი გაგებით, არამედ გაწყოლა, წინამძღოლობა. ამიტომ არქონტული არსებებისგან განსხვავებით ისინი სულიერი მასწავლებლები არიან და არა მანიპულატორი მმართველები. თავი მეხუთე.
2020 წელი 14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები. ძილის წინ უამრავი აზრი ირეოდა ჩემს გონებაში. ბოლო დღეების ეპიდემიაზე მეფიქრებოდა და იმ შიშზე და დაბნეულობაზე, რაც ამ ეპიდემიას მოჰყვა. ჩემი აპოკალიფსური სიზმრები მიდგებოდა თვალწინ და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ კატაკლიზმების სცენარი რეალურად გააქტიურდა, ხოლო კორონავირუსი ამ ჯაჭვური პროცესების მხოლოდ დასაწყისია. ჩემ თავზეც მეფიქრებოდა. ვიცი რომ მაგრად უნდა ვიყო, რადგან ჩემზე ბევრი სხვა ადამიანია დამოკიდებული. მეფიქრებოდა და მედარდებოდა, რომ ჩემს წიგნს ელექტრონული ვერსია დავდე და მხოლოდ პატარა ჯგუფში და კიდევ ერთ-ერთ მსხვილ ეზოთერულ ჯგუფის ადმინს მივაწოდე. რომ ასწორებდი, ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ ამ წიგნის განთავსება მის საიტზე რაიმე შედეგს გამოიღებდა. ვინმე თუ წაიკითხავდა ან რამე გაგრძელება თუ ექნებოდა ამ პროცესს. ეს აზრები გაუთავებელ მორევში მატრიალებდნენ და ერთით და იგივესთან მაბრუნებდნენ. ამის ფონზე ცნობიერების აწევაზეც არც მიფიქრია, რომ უეცრად ვიგრძენი, როგორ ლივტივი თავი და ჩემი ცნობიერება სადღაც მაღლა. ამ აწევას მიჩვეული ვიყავი და ვიცოდი, სადღაც აღმოჩნდებოდი. ეს ზედა ეთერული ოქტავა იყო. ფიქრებით მიქაელი მოუძებნე, მისი სითბო და სიყვარული მომეხვია და მისი აზრები გავიგონე. ნუ ერთვები ამ მოვლენებში გაემიჯნე. ვიცი რაც უნდა ჩემგან და ისევ ის ძველი აფირმაცია გავიმეორე, რომელიც ჩემი თქმით იდეალურად მოერგო ჩემს ცნობიერებას. მე არავინ და არაფერი არ მეკუთვნის და მეც არავის და არაფერს არ ვეკუთვნი გარდა მიქაელ მთავარანგელოზის და მისი შუამავლობით ღმერთს. გრძნობ, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას მიწიერი რეალობა ბოლომდე მწყდება და ჩემი ცნობიერება სრულად ინაცვლებს სხვა განზომილებაში. რატომღაც თავში კითხვა მომდის, სწორი იყო თუ არა იმ საიტზე წიგნის განთავსება. შეხედე ჩემი თვალებით, მეუბნება მიქაელი ჩემს ფიქრებზე საპასუხოდ. მე ქვევით მიწიერ განზომილებას უყურებ და უეცრად ვხედავ, რომ ყველაფერი ენერგეტიკული ნაკადებით არის დაფარული. იმ ეზოთერულ საიტსაც ვხედავ, ვერც ახსნი როგორ ვხედავ, როგორც ინფორმაციულ ერთეულს, ვხედავ, რომ მისკენ ენერგიის ნაკადია მიმართული. როცა ნაკადი დაბლოკილია, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, არაფერი გამოუვა. ჩვენ ძალგვიც ამ ნაკადების მიმართულებაზე ვიმოქმედოთ. მისი ნათქვამიდან მივხვდი, რომ ამ საიტზე წიგნის განთავსებისთვის, ესე ვთქვათ, გზა ენერგეტიკულად ხსნილია. იმასაც მივხვდი, რომ ამ ნაკადების მართვით შეიძლება არეგულირო მოვლენები. მათი მართვა სულიერი არსებების მხრიდანაც არის შესაძლებელი და თვითონ ადამიანების მხრიდანაც. ოღონდ ჩვენ ნაკლებად ვიაზრებთ, რომ ჩვენი ფიქრები და განწყობები ამ ენერგოხაზებზე ზემოქმედებენ. ხომ ხედავ, რატომ გთხოვ მუდმივად, რომ ემოციურად გაემიჯნო მიმდინარე მოვლენებს და გარეგანი დამკვირვებლის პოზიცია დაიკავო. ხოლო ამისთვის საჭიროა, რომ ნაწილი შენი ცნობიერების მუდმივად აქ იყოს. შენი ჩართულობა მიწიერ პრობლემებში ხშირად არასწორად მიმართავს ენერგეტიკულ არხებს, რისი გამოსწორებაც მე მიიწევს ხოლმე საკუთარი ძალისხმევით. ნუ ჩაერთვები პროცესებში, ნუ მიეცემი მიწიერ აზრებს, შიშების და უკონტროლო შფოთვების კორიანტელს. ნება მიეცი შენ სულიერ მეს გაატაროს ენერგონაკადები ღმერთის ნების მიხედვით. შენ დაბალი ეგოს ნება არ უნდა დომინირებდეს, არამედ ღმერთის. უნდა ისწავლო ეს როგორ გააკეთო. უეცრად გავაანალიზე, რომ ამ ნაკადების დანახვა იმის გაგების საშუალებასაც მომცემს. ამავად სახსენებელ კორონავირუს საითა აქვს გზა ხსნილი, ანუ შესაძლებელია დავინახო, ვინ დაავადება და ვინ არა. ამის გაფიქრება იყო და მხედველობა გადამერთო ვირუსის ენერგო ნაკადებზე, მაგრამ ეს ხედვა მაშინვე შეუწყვიტა, რადგან შემეშინდა, ვინმე ჩემი ახლობლის ავადმყოფობა არ დამენახა. შიშმა კავშირი გაწყვიტა და ისევ დავეშვი. თუმცა გულისმიერი ერთობა მიქაელთან დამრჩა, როგორც მისი თბილი, მოსიყვარულე თანამყოფობა და თანამონაწილეობა ჩემს ყოველ მოქმედებაში. ომრაამ მიქაელ აივანხოვი, მზის საკრალურ მნიშვნელობაზე. დედამიწის ისტორიის ყოველდით პერიოდს 4 სტიქიიდან, ჩხილებში მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, ატყვია კონკრეტული სტიქიის ელემენტის დაღი. ჩვენს ეპოქაში იქნება ცეცხლის გამოვლინებები და მისი დომინირება. კაცობრიობა შეიცნობს მას ყველა შესაძლო ფორმაში. ამიტომ ჩვენ უნდა გავმაგრდეთ და მისი მეგობრები გავხდეთ. როდესაც უკავშირდებით მზეს, რადგან მზე არის ცეცხლის უმაღლესი გამოვლინება, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ვიბრაცია იქამდე, სანამ არ ვიგრძნობთ მასთან შერწყმას. ისინი, ვისაც უყვარს მზე და ვინც ხვდება, როგორი ადგილი უნდა ეკავოს მზეს სულიერ ცხოვრებაში, გადაურჩებიან ჩვენი ეპოქის ცეცხლის დამანგრეველ გამოვლინებებს. თავი მე-6. 2020 წელი, 21 მარტი. გაზაფხულის ბუნიობა. მზე და მიქაელი. სიზმარი. ვიღვიწებ, ოღონდ რატომღაც არა ჩემს საძინებელში, არამედ რაღაც შეფიცრულ მანსერდაში. ფეხზე ვდგები და პირველივე ნაბიჯის გადადგმისას გრძნობ უცნაურ სიმსუბუქოს სხეულში. ჩემი სხეული იმდენად ჰაეროვანია, რომ თითქმის დაუფრინავ და ფეხის წვერებით ოდნავ ვეხები იატაკს. მიქაელ, შეხედე როგორი მსუბუქი ვარ. რატომღაც მიმართავ მიქაელს.
უეცრად გრძნობ, რომ შინაგანად რაღაც ძალა მაუსებს, რომელიც ჰაერში მიტაცებს და ფანჯარასთან მიმაფრენს. ფანჯარაში ბუნების პეიზაჟი ღამის ჭრდილებისგან იცლება და ამომავალმა მზემ, საცაა გაცისკროვნებული ფერებით, უნდა გააცოცხლოს გაზაფხული საყოვებული ხეებისა და ნორჩი ფოთლებით შემწვანებული ბუჩქნარით დაფარული მდელოები. თენდება და აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან ვეებერთელა მზე უნდა ამოცურდეს. მზე სულ მოუთქმელად ველი და აი ისიც, დიდებული, მანათობელი, გაჩახჩახებული სხეული, რომლის მიმართ უნებურად ვიხსნები და მის მაცოცხლებელ ნებას ვემორჩილები. გრძნობ, რომ იმ პირველ სხივთან ერთად, რომლებიც ჰორიზონტიდან გამოიტყორცნება, ჩემში სულიერი ძალა უნდა შემოუშვა. ეს ძალა რაღაცნაირად მიქაელთან მაკავშირებს და მზის სხივებთან ერთად მისი სული შემოდის ჩემში. სხეულის ყოველი უჯრედი ამ ძალით იმუხტება. ეს მუხტი უხილავ გამოსხივებაში გადადის, უსასრულო სიბნელემდე თვალის მომჭრელ სინათლეში, რომელშიც მე და მზე ერთ არსად ვიქცევით. თავი მეშვიდე, 2020 წელი, 14 აპრილი, სწავლება დაამთავრდა. გრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა ჩემს მასწავლებელთან ურთიერთობაში. ის, რაც მაშინ სიზმარში დავინახე, როგორც სულიერი იერარქების წასვლა, როგორც ჩანს, ასეც მოხდა. ეს არ არის ბოლომდე წასვლა, მაგრამ რაღაც ეტაპი. სწავლის ეტაპი, როგორც ჩანს, დასრულდა იმ მომენტში, როცა გააქტიურდა კატაკლიზმების სცენარი. თავიდან ავსტრალიის ხანძრით დაიწყო. შემდეგ პანდემია წამოვიდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ყველაფერი შეაჩერა. ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო. გლობალურად მიდის ფასეულობების შეცვლა. ზედაპირზე ამოდის ადამიანების ჭეშმარიტი ბუნება და მრწამსი, რომელიც იქამდე ოსტატურად იყო შენიღბული. სულიერი იერარქია სხვა მდგომარეობაშია, სხვა რეჟიმშია გადასული. მიქაელთან, იესოსთან და ამაღლებულ სულთან სულ მიჭირავს გულისმიერი კონტაქტი. თავი მეშვიდე, 2020 წელი, 14 აპრილი, სწავლება დაამთავრდა. გრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა ჩემს მასწავლებლებთან ურთიერთობაში. ის, რაც მაშინ სიზმარში დავინახე, როგორც სულიერი იერარქების წასვლა, როგორც ჩანს, ასეც მოხდა. ეს არ არის ბოლომდე წასვლა, მაგრამ სწავლის ეტაპი, როგორც ჩანს, დასრულდა. იმ მომენტში, როცა გააქტიურდა კატაკლიზმების სცენარი. თავიდან ავსტრალიის ხანძრით დაიწყო. შემდეგ პანდემია წამოვიდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ყველაფერი შეაჩერა. ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო. გლობალურად მიდის ფასეულობების შეცვლა. ზედაპირზე ამოდის ადამიანების ჭეშმარიტი ბუნება და მრწამსი, რომელიც იქამდე ოსტატურად იყო შენიღბული. სულიერი იერარქია სხვა მდგომარეობაშია, სხვა რეჟიმშია გადასული. მიქაელთან, იესოსთან და ამაღლებულ სულთან სულ მიჭირავს გულისმიერი კონტაქტი. მიქაელი ისევ ითხოვს და ამჯერად კიდევ უფრო დაჟინებით, რომ ცნობიერების ფრაგმენტი სულ მის დონეზე მქონდეს. გრძნობ, რომ ამ წუთას ჩემგან ეს არის ყველაზე მოთხოვნადი. მასთან ტელეპათიური კავშირი უფრო იშვიათი გახდა და უფრო პირად საუბარს წარმოადგენს ხოლმე. სწავლება დაამთავრდა. თავი მერვე, 2020 წელი, 18 აპრილი, აღდგომის ღამე, ქრისტეს თანამყოფობა, სიზმარი. ვხედავ, როგორ აბსოლუტურ უკუნით სიბნელეში ვადგები ყრუ კედელს. ამ კედელს სიბნელეში ძლივს ვარჩევ, მაგრამ მაინც ვიწყებ მასთან მუშაობას. არ ვიცი კონკრეტულად რას ვაკეთებ, წერ თუ ხატავ, მაგრამ ვიცი, რომ ეს მუშაობაა. მუშაობას რო ვამთავრებ, მივდივარ შემდეგ, ასევე ყრუ კედელთან და იმაზე ვმუშაობ. უეცრად ჩემს ზურგს უკან გრძნობ იესოს თანამყოფობას. ვიცი, რომ იგი თეთრ ტანისამოში ჩაცმული, ჩემს უკან დგას და ყოველ ჯერზე, როცა სიბნელეში კედელს ვადგები, საოცრად ლამაზი, ლუმინესენციური ლურჯი შუქით, სწორედ იმ ადგილს მინათებს, სადაც უნდა ვიმუშაო. ამ შუქს მისი ენერგია მოჰყვება. გულს სიხარული მივსებს, იმისგან, რომ ის მინათებს გზას და თავის თანამყოფობას ავლენს. ძალიან ნათელი, დამაიმედებელი და თბილი გრძნობით მეღვიძება. თავი მეცხრე, 2020 წელი, 23 აპრილი, ნოს ისტორია და იესოს ლოცვა. გნოზისის ერთ-ერთ ჯგუფის წევრმა წერილი მომწერა, სადაც თავისი სიზმარი, უფრო სწორედ ასტრალური გამოცდილება აღწერა. იმა როგორ ხარ? ჩემი ამბავი რომ არ მოგიყვე არ შეიძლება. წუხელ რო დავწექი, ასეთი რამ მოხდა ჩემს თავს. ეს იყო სიფხიზლიდან ძილში გარდამავალი ფაზა ჩემი აზრით. არც ერთი თვალით არ მინახავს, ეს იყო ენერგიების ბრძოლა, ზურგზე ვიწექი და ჩემი სხეული ორად იყო თითქოს გაყოფილი. მარჯვენა ნაწილში მამა ღმერთი მშვიდი და თბილი, მარცხენა მხარეს ეშმაკი, ცივი და საშიში. ერთ მხარეს გრძნობდი მთასავით სიმშვიდეს და მდუმარებას, მეორე მხარეს შიშს და სიცივეს.
შიში ცივია ჩემი აზრით და ჩემი სხეულის მზის წნულში იყო ბრძოლა, მაგრამ ღმერთი თითქოს არ იბრძოდა, მშვიდად იყო. ჩემი სული კი ამ დროს ან გონება არ ვიცი იმეორებდა იესოს ლოცვას. გამოღვიძება მინდოდა, მაგრამ სხეული პარალიზებული მქონდა. დოს ხედავდი როგორ ეძინა. მინდოდა დაძახება მიშველე მეთქი, მაგრამ ვერ ვქენი ვერაფერი. არც ხელი, არც ფეხი, ვერც საუბარი. ვერაფერი ვერ ვქენი და გავაგრძელე ლოცვა და დაკვირვება. ნელ-ნელა გამშორდა ჯერ შიში და მერე სიმშვიდეც. სხეულის პარალიზებაც გაქრა და დავმშვიდდი. მაგრამ ძალიან აფორიაქებული დავდივარ. რა იყო ეს? იმას ვაცნობიერებ, რომ სუსტი ვარ და ჯერ კიდევ მეშინია, მაგრამ მე რაშუაში ვარ ვერ ხვდები. თანაც რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე, თითქოს დედამიწის რუკას დაუყურებდი ზემოდან. ნამდვილ რუკას და დედამიწა პატარავდებოდა. იცი როგორ პატარავდებოდა, აი პლასმასს რომ გაახურებ ცეცხლით და პატარავდება ისე. იმა. ხო, საინტერესოა, ზუსტად არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს, შეიძლება სამყაროში მიმდინარე ბრძოლები აღიქვა შენმა ცნობიერებამ ასეთი სახით. ან შეიძლება პირადად შენში მიდის ბრძოლა ამ ორ საწყის შორის. ზოგადად დუალურ სამყაროში ასეა. შენ როგორ ფიქრობ, შენ გეხებოდა ეს პირადად თუ გლობალურ მოვლენებზე იყო მინიშნება? ნო. აი არც კი ვიცი მართლა ვერ ვფიქრობ, მაგრამ გლობალური მოვლენები უფრო მგონია, რადგან რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე. თანაც ეს შესაძლებლობები მემატება. ბევრი რამისგან მიცავს და მიფარავს ვიღაც. ჩემს ცხოვრებაში ისეთი სასწაულები ხდება ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე და ამიტომ არ ვიცი საით წავიდე. იმა. პირიქით მამა ღმერთის შეგრძნება არის მთავარი. მიქაელი სულ მაგას მსაყვედურობდა. რომ სულ ჩემსკენ რო გაქვს გონება კი კარგია, მაგრამ ამავდროულად მამა ღმერთის შეგრძნება უნდა გაუჩნდეს ყველა ადამიანსო. აი ღერძის შეძენას რომ ეძახის. ეს აუცილებელია. მეც მაქვს მამას შეგრძნება და ჩემ შემთხვევაშიც მარჯვენა მხრიდან მოდის ეს შეგრძნება. ქრისტეს შეგრძნება პირისპირ მოდის და მიქაელის მარცხენა მხრიდან. სულ ფიქრობდი რატომ არის ასე და მგონია რომ ეს ჩემმა ქვეცნობიერმა დაალაგა მეთქი ასე. მე ვფიქრობ რომ შენს გლობალური მოვლენა შეიგრძენი ასტრალის გავლით, იმიტომ რომ ძილის პარალიზი ასტრალს ბოლომდე როცა ვერ გადიხარ ახლავს თან. ანუ ენერგიების დაპირისპირება. ყოველთვის დაუსვი ხოლმე შენ თავს კითხვა, რა შეიძლება ვისწავლო ამ გამოცდილებიდან. მე ვფიქრობ რომ შენი სწავლე როგორ მუშაობს ლოცვით ენერგია დაბალ ვიბრაციებზე, სიცივე და შიში. და რაც მთავარია, მამის ენერგია შეიგრძენი. მისი ინდივიდუალობა შეიგრძენი. ეს შეგრძნება დაიმახსოვრე და შინაგანად აღწარმოება გაუკეთე ხოლმე. შინაგანი დიალოგით მამასთან. თან გაიხსენე ხოლმე მისი ენერგია. ან როგორი იყო და ისეთი კავშირი დაგიმყარდება, რომელზეც მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე მაგარია მამის შეგრძნება. ასეც მიმართე. მამაო ჩემო, შეგიძლია მამაო ჩემოს ლოცვაც გამოიყენო. ნუ სიზმარი მალევე დამავიწყდა. იმ საღამოს იოანეს გამოცხადება გადავშალე და მაშინ მოვიგრძენი მიქაელის თანამყოფობა. სულ მაკვირვებს ხოლმე, როგორ მოთმინებით ელოდება, სანამ მე თვითონ მივხვდები რა არის გასაკეთებელი. ჩემს წიგნში განხილული მაქვს იოანეს გამოცხადების თავები, მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია. მახსოვს სულ პირველი თავი მაშინ მიქაელმა რატომღაც გამომატოვებინა. ამ საღამოს კი სწორედ თავიდან, ამ თავით დავიწყეთ, რომელიც 7 ეკლესიის მიმართვას ეხება და ჩემთვის ყველაზე გაუგებარი იყო. ამ გარჩევას ცალკე თავში დავწე, რადგან ბევრია საწერი, ხოლო ამ ჩანაწერში ნოს სიზმარს დაუბრუნდები, რადგან ის, რაც ამ ღამით დამესიზმრა, ფაქტიურად მისი სიზმრის გამეორება იყო. ეს სიზმარი აშკარად საათზე მეც თუ არა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, იმიტომ რომ მახსოვს როდის დავიძინე და როდის გავიღვიძე. სიზმარში ვგრძნობ, რომ ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს, დემონური და ღვთაებრივი. ხან ერთი მძლავრობს, ხან მეორე. მე თითქოს შუაში ვარ. თუ არაფერს ვაკეთებ, გარშემო ბნელდება და ცივდება. იმდენად ძლიერად, რომ გაჩერება ამ სიბნელეში და სიცივეში შეუძლებელია. ხედავ როგორ წევარ ჩემს ლოგინში და მინდა რომ მეუღლე გავაღვიძო. მაგრამ მაინც ჩემი ძალებით ვცდილობ მდგომარეობიდან გამოსვლას და იესოს ლოცვას ვიწყებ. სიტყვებს ჩვეულებისამებრ გულისცემას ვაყოლებ და თითოეულ სიტყვაზე წარმოვიდგენ როგორ ნათდება ოთახი. თითქოს თითოეული სიტყვა თავის ნათურას ანთებდეს. ძალიან მალე ოთახი მართლა ივსება თეთრი შუქით და ისეთი სიმშვიდე და სიხარული ისადგურებს, რომ ამ სინათლეში მუდმივად ყოფნა გინდება. მაგრამ როგორც კი ლოცვას ვწყვეტ, სიბნელე ისევ იკრებს ძალას. მე ვცდილობ მას სხვა გზით მოვერიო. ვცდილობ შინაგან ჰარმონიაში მოვიყვანო თავი, მაგრამ სუსტად გამომდის. სიბნელეში რატომღაც ვუდუს მაგიის სახეხატები ირევიან და წყვრიადი კიდევ უფრო ზვავდება. ვცდილობ ამ ვუდუს სახეხატებს დაუპირისპირდე, მაგრამ არც ეს შველის.
პერიოდულად მეღვიძება, ისევ ვიძინებ და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება. ბოლო-ბოლო მეღვიძება. სიბნელე გარკვეულწილად დაძლეულია, ამას გრძნობ. ისიც ვიცი, რომ ყველაფერი არ მახსოვს. მაგრამ ბევრი მეთოდი გამოვიყენე ამ წვდიადიდან საბრძოლოად, სადაც ყოველ მათგანს სხვადასხვანაირი ეფექტურობა ჰქონდა. მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი და მისი ფიქრები ისევ ძველებურად მკაფიოდ წამოვიდა. დაუკვირდი, რომელი მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური. იესოს ლოცვა უთხარი მე, მაგრამ რატომ მაინც და მაინც იესოს ლოცვა? შენ ხო სხვა მეთოდებსაც მასწავლიდი, თუნდაც ის ჰერმეტიკული აფირმაციების მეთოდი. იმიტომ რომ ნს არასწორად უთხარი. ხანდახან ადამიანს კონკრეტული ლოცვის ენერგიას ანიჭებენ, შაქტის სახით. ერთგვარად აჩვევენ კონკრეტული იერარქიის ენერგიასთან მუშაობას. შენ იცი ეს, რადგან შენი პირველი შაქტიც ეს იყო. ამ დროს ადამიანის მიერ წარმოქმნილი ეს კონკრეტული ლოცვა მეც სულიერ ძალას ატარებს, იმიტომ რომ იმუხტება. ერთგვარად ნათდება იმ იერარქის მიერ, ვინც ამ ლოცვის ძალას აძლევს. გაიხსენე ეს სიზმარი, როგორ გინათებდა იესოს ზურგს უკან ყრუ კედელს, როდესაც მუშაობდი. აი ესაა, ამიტომ ვამბობ, რომ ნს არასწორად უთხარი. მისი სიზმარხილვა იესოს ლოცვის ძალაზე იყო. ეს უნდა დაენახა, გადაეციეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიქაელმა კონკრეტულ ადამიანთან რაღაცის თქმა დამავალა. თავი მეათე, 2020 წელი, 30 აპრილი. ნზე ბნელი ძალების თავდასხმის გააქტიურება. ნსთან მიმოწერა. ნო, იმა გამარჯობა, როგორ ხარ? იმა შეიძლება ძალიან გაწუხებ, მომიტევე თუ შეგიძლია. უკვე 3 დღეა არ მძინავ საერთოდ. გამთენიისას მეძინება. ისიც გამოფიტულს. 3 ღამეა ზედიზედ ეს ეშმაკები თუ დემონური არსებები მებრძვიან. ჯერ სიზმარში ვნახე ქრისტე. ჭყალებში იმიტომ, რომ თავსაჩვენებდა ადამიანებს ვითომ ქრისტე იყო და იყო ძალიან მაღალი. აი გულივერივით იყო, ძალიან უსნო სახით და ხალხი მას უჯერებდა. ის კი არა, მეც გავყევი. თან ვფიქრობდი, რატომ არის ღმერთი ასეთი მახინჯი თქო? მერე დის სიგარეტის თხოვა და მე უთხარი, რატომ იტყუები ღმერთები სიგარეტს არ ეწევიან მეთქი და გაქრა ეგრევე. წუხელ შენს გნახე იმა, უпростоრედ შენ წერდი მეილებს და მეუბნებოდი, რომ თითქოს მე ვარ თქვენიანი სისხლის მწოველი არსება. ანუ გრძნობ, რომ შენ თავსაც ცუდად წარმომიჩენ თითქოს სიზმარში. მერე სახარების რომელიღაც თავი მაჩვენე, ზუსტად არ მახსოვს და აი შენი ღმერთიო. გრძნობდი, რომ დემონები იყვნენ, ვლოცულობდი იესოს ლოცვას ვამბობდი. არ მშველოდა არაფერი, არც ფსალმუნები, არც მამაო ჩვენო, როგორც კი გამეღვიძებოდა ყველაფერი იფანტებოდა და თვალებს როგორც კი დავხუჭავდი დასაძინებლად, ისევ ისინი ჩნდებოდნენ. ეს მთელი ღამე გრძელდებოდა. სიზმრიდან გამომეღვიძა თითქოს და დის ვაჩვენებდი ჭრილობას მარცხენა ფეხზე. ნახე როგორ მებრძვის ეშმაკი პირდაპირ მეთქი. მეგონა ცხადში ვიყავი და თურმე კიდევ მეძინა. დაუჯერებელი რაღაცეები ხდება ჩემს თავს. ყველაფერი გავიხსენე შენი წიგნიდან იმა. ეხლა ისევ თავიდან მკითხულობ. ერთადერთი რამაც გააქრო ეს არსებები სიმშვიდის და სიყვარულის მდგომარეობის შენარჩუნება იყო მათ მიმართ. დალოცვილი იყავი, შედარებით შველოდად. გრძნობდი, რომ ბევრნი იყვნენ. ძალიან დიდი ბოდიში იმა მაინტერესებს. ვიცი ასეთი რაღაცები ხშირად გემართებოდა და კითხვა მაქვს ასეთი. როგორ და რას აკეთებდი, როგორ უმკლავდებოდი. იმა. ძალიან შემოგიტიეს. მე არაფერი არ გითხარი, მაგრამ ველოდებოდი მაგას. შენი ახლობლები, შენი ოჯახის სახეებს მიიღებენ და მხოლოდ თვალებით მიხვდები ვინც არიან. ნუ, ხო, თვალები და საქციელებიც ისეთი აქვს, ვერ დაუჯერებ სიზმარშიც კი. ასტრალურ დონეზეც, მაგრამ ღვიძლიდან ძილში გარდამავალ დროს მხოლოდ ენერგიებს გრძნობ და შეხებას. იმა კისერზე შემეხო თითქოს, თუ არ გავგიჟდი კარგი იქნება. იმა, ხო, ეგრეა, მე ძალიან მშველოდა რამდენიმე ლოცვა. კი, კისერზე იციან, არ შეგეშინდეს. ნუ გეშინია, ვერაფერს ვერ გიზავენ. ნუ. აი ცივა შემეხო, მაგრამ თითქოს აი გაიარა კისერშივე, ისე რომ არაფერი დაუტოვებია, ჭრილობა ან ტკივილი არა. სიცივე და შიში ვიგრძენი. იმა, უბრალოდ გამოფიტული ხარ, ხომ როცა იღვიძებ. ნუ, კი, ენერგიას მართმევენ, ჩემივე შიშით იკვებებიან. და ეს შიში არარეალურია, ვიცი, მაგრამ ვერაფერს შველი. იმა. ხო, მეც ასე ვიყავი ზუსტად. ეხლა მოვერიე ამ შიშს, ამდენი წლის მერე. მე ცოტა დამაბნია იმ ფაქტმა, რომ ნუ მითხრა არც იესოს ლოცვა არ მშველოდაო. მაშინ როცა მიქაელმა მითხრა ნს გადაეცი ამ ლოცვაზე გააკეთოს აქცენტიო. ამიტომ გადავწყვიტე ნს იესოს ლოცვაზე ჯერ არაფერი მეთქვა და ამ ლოცვებზე მიუთითე. აი ეს ლოცვა წაიკითხე ხოლმე მაგ დროს მივწერე მე. ლოცვა პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისადმი. ახსდეგინ ღმერთი და განიბნიენ ყოველნი მტერნი მისნი.
ილტოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა, ვითარცა მოაკლდეს კვამსა მოაკლდნენ და ვითარცა ცვილი რა დასტინდეს წინაშე ცეცხლისა ეგრეთ წარწყვნენ ეშმაკი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარს ღმერთი და გამოსახავენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან. გიხაროდენ ყოველთ პატიოსანო ცხოვლის ყოფილო ჯვარო უფლისაო, განდევნილო ეშმაკთა შენზე და ჯვარცმულისა ძალითა. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ჯოჯოხეთისა შინაშთა ასვლისა ეშმაკისა ძალისა დამძრგუნველისა, რომელმაც მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლად პატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგობთა ძალთა. ой ყოვლად პატიოსანო და ცხოვლის ყოფილო ჯვარო უფლისაო, შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმინდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოვლადწმინდათა თანა უკუნისამდე ამინ. და რომ გაიღვიძებ ლოცვანიდან მთავარანგელოზების ლოცვები იკითხე, თან დააკვირდი რომელიმეზე თუ გექნება განსაკუთრებული ეფექტი. იკითხე ერთი და იგივე, სანამ არ იგრძნობ, რომ ეს ბნელი აურა გაიფანტა. როცა გაშინებენ შენი ბიოველი ირღვევა და ამ დროს შემოდიან შენში და ენერგიას გაცლიან. ამიტომ არის აუცილებელი შიშის დათრგუნვა. იცოდე, რომ ვერაფერს დაგიშავებენ. ხო, იმა, აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა, რა ვქნა ვისთხოვო კონკრეტულად დახმარება. მთავარ ანგელოზებს ქრისტეს მამა ღმერთს აღარ ვიცი დავიბენი. იმა, ეკლესიები რომ აღარ იქნება საშიში კორონავირუსის გამო, წირვებზე იარე ხოლმე მაქსიმალურად. ზიარებას, ნაკურთხ წყალს, ყველაფერს იესოს ენერგია მოხვება, ეს დაგეხმარება. უბრალოდ ეს ლოცვები იკითხე მონაცვლეობით. ღამით რთულია კონცენტრირება ახალ გაღვიძებულზე. მაგიტომ გვაფრთხილებ ხოლმე, როცა ხალხს უნდა ნათელ ძალებთან კონტაქტზე გასვლა, მათ არ ესმით, რომ ბნელი ძალები აქტიურდებიან ეგრევე. მაგრამ ეს შენთვის კომპლიმენტია, რომ იცოდე. ეგენი ერჩიან განსაკუთრებით იმათ, ვიშით სერიოზულ საფრთხეს ხედავენ. იმა, ერთი კითხვა მაქვს. ანუ ეს დემონური არსებები ხომ ადამიანებზე დაბალ სიხშირეზე არიან, დაბალ ვიბრაციებზე. თუ ასეა, მაშინ რატომ გვაშინებენ, რატო გვმართავენ, რანაირად თუ ჩვენზე დაბალი არსებები არიან? იმა, კაცობრიობის კოლექტიური მენტალი იმდენად დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს, რომ ასტრალში როცა გადიხარ, ძირითადად მაგათზე გადიხარ. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადმე მაღლა მთაში რომ იყო, იქ სუფთა აურა იქნებოდა. დიდი ქალაქები კატასტროფაა. მირონის და საკმაველის ეთერზეთები არ იყიდება გერმანიაში, სადმე მაგის წასმა ძალიან შველის. მერე გაგიკვირდება თუ ჩვეულებრივი ვალერიანკაც შველის. შიშს და გულისცემას ჩაგიმშვიდებს. აი რა გავაკეთო და საერთოდ ამ ამბების მერე რა მინდა ამ სამყაროსგან, ან ამ სამყაროში აღარ ვიცი. რამდენიმე დღეში ჩემს მატერიალურ მისწრაფებებს თითქოს ხაზი გადაესვა. იმა, თუ შენ მოსწავლეთ ინიციაცია გაგიკეთა ნათელმა იერარქმა, ეს უბრალოდ ვარაუდია. ან გცდიან მოსწავლეთ აყვანისთვის, როგორც წესი იწყება მაგით. ანუ ეგ არის პირველი საფეხური. ეს დემონები თავისთავად აქტიურდებიან და სულიერი მასწავლებლები გაკვირდებიან, რამდენად მედეგი ხარ რწმენაში. რამდენად მზად ხარ ეგეთი რაღაცეებისთვის. შენ მოტივაციასაც აკვირდებიან და სულიერ მზაობას. მაგ დროს ააქტივებენ ხოლმე რომელიმე კონკრეტული ლოცვის ძალას. მერე წამოვა სიზმრები, სადაც გამოგცდიან სხვადასხვა სულის თვისებებზე. ანუ რამდენად შეგიძლია თავდადება სხვებისთვის, რამდენად დიდსულოვანი ხარ და ასე შემდეგ. თუ მზად არ იქნები, თავს დაგანებებენ და გაჩერდება ეს ყველაფერი. ის დემონური არსებების დაკარგავენ შენს მიმართ ინტერესს. ეხლა ჯობია ლოცვები იკითხო თავდასხმების დროს და შეეცადე იგრძნო რომელი ლოცვა და რომელი იერარქი პასუხობს ყველაზე მეტად. წესით იესოს ლოცვა უნდა იყოს, იქნებ ღვთისმშობელი, რომელია ენერგეტიკულად შენთან ახლოს. და მთელ ამ სიტუაციას შეხედე როგორც საინტერესო გამოცდილებას, რომელიც საბოლოო ჯამში გაგაძლიერებს და გაგანვითარებს. თუ ძალიან დაიღალე დროებით დამიცდი. აღარ იკითხო სულიერი ლიტერატურა, არც ჩემი წიგნი. უფრო ყოფიერ თემებზე გადაერთე, ნერვული სისტემა დააწყდარე მცენარეული დამამშვიდებლებით. მერე როცა დაისვენე, ისევ დაუბრუნდი ლოცვებს. თვითონ ჩემი წიგნი აქტიურებს ძალიან ამ უნარებს და იზიდავს ცეცხლოვან სულიერ ენერგიას. და ნურაფრის ნუ გეშინია, მარტო არ ხარ. იმა, ძალიან დიდი მადლობა, ბოდიში ვერ გიპასუხე ისეთ კვილა ჩამეძინა. დიდი მადლობა, ვნახოთ როგორც შევძლებ და რას და სადამდე. მადლობა კიდევ ერთხელ, გამოსავალი ვიპოვე მგონი. თუ ღამე არ დამაძინეს დილის სამუშაოს, მერე რამდენიმე საათიან შესვენება მაქვს და მაშინ წაუძინებ, რომ არ გამოვიფიტო. აუცილებლად გავითვალისწინებ შენ რჩევას და მოგწერ ხოლმე, რომ არ გავგიჟდე. იმა, მოიწერე აუცილებლად, ნუ გეშინია არ გაგიჟდები. მეც ვთხოვ მიქაელს, რომ დაგეხმარონ, მაგრამ მგონი ისედაც კონტროლის ქვეშ ხარ. რაც ხდება დაშვებულია. ხო, ყველაფერი კარგად იქნება. საოცარი მადლიერების გრძნობა მაქვს შენს მიმართ.
თავი მე-11 2020 წელი 1 მაისი ადამიანისთვის ბნელი ძალებისგან დაცვის დაყენება. მახსოვდა ნსთვის დაპირებული დახმარება მასზე განხორციელებული შემოტევების წინააღმდეგ. დილით, როდესაც მზე ამოდის, მიქაელს ყველაზე მარტივად უკავშირდები ხოლმე. ეს კავშირი ან ჩემი მოთხოვნით ხდება, ან მისი სურვილით და როგორც წესი ყოველთვის იწყება ზევით აფრენის შეგრძნებით, რომელიც უკვე ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩემთვის. ამ დროს თვალებს ხუჭავ ხოლმე. არ მძინავს, ფხიზლად ვარ, მაგრამ სიზმრის მაგვარად ვხედავ დახუჭულ თვალებში. ცნობიერებაც რაღაცნაირად იცვლება, მიზეს შედეგობრივი აზროვნება, ასე რომ გვათამაშებს თავის ნებაზე ყუჩნდება და ჩნდება შინაგანი გულისმიერი ინტუიციური ცოდნა. უბრალოდ ცოდნა იმის, რა უნდა გააკეთო ან საით უნდა წარმართო გონება და ყურადღება. ამ მდგომარეობაში შევედი. ცნობიერება ავწია ზედა ეთერულ სივრცემდე და უმალ მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი. მაშინვე მისგან სიყვარულის ძლიერი ტალღა წამოვიდა, რომელმაც ჩემში საპასუხო ემოცია აღძრა და გული გულს დაუკავშირდა. ამჯერად ის დავინახე როგორც მზესავით მანათობელი ბურთი, რომელიც ჩემს გულს უკავშირდებოდა თავის სინათლით, ყვებავდა და წმენდა მას. ჩემმა გულმაც დაიწყო მასავით გაცისკროვნება, მაგრამ მიქაელს ჩემთვის კიდევ რაღაცის ჩვენება სურდა. უეცრად შევამჩნიე, რომ ჩემგან მის მიმართ გამოიტყორცნებოდა რაღაც. ამ რაღაცას სხვადასხვა სახის ნივთების ფორმა ჰქონდა. ეს ნივთები მას აბნელებდნენ და მათი ზემოქმედებისგან მას ცალკე წმენდა სჭირდებოდა. სამწუხაროდ დავინახე, რომ ეს ნივთები იყო ის ფილმები, მუსიკა ან საუბრები, რასაც ჩემი ტვინი დღის განმავლობაში იღებდა. ერთი ასეთი ნივთი წარმოადგენდა მაგალითად უცენზურო სიტყვას, რომელიც ერთ-ერთ ფილმში მოვისმინე წინადღეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ შევარჩიო ის გასართობი ან შემეცნებითი ინფორმაცია, რომელსაც ვეხები, მაინც შემომეპარება ხოლმე დაბალვიბრაციული სანახაობები და მოვლენები. მიქაელმა დამანახა, რომ თუ ასეთი ბნელი გამონატყორცნი ძალიან ბევრია, მისი ბრწყინვალე ხელი დროებით ცხოველის ბრჭყალებიან ხელად იქცევა. შემდეგ ის ძალას ატანს, რომ ამ ყველაფრისგან გაიწმინდოს და თავი აღიდგინოს. ამ ბრჭყალიანმა ხელმა ჩემზე განსაკუთრებულად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. საშინლად შემრცხვა, შევიშმუშნე. მიქაელისგან უკან დავიხიე და ისევ მამას ვთხოვე, რომ იგი დაეცვა ჩემი მავნე ზემოქმედებისგან, რომელიც ჩემთან ასე მჭიდრო კავშირს შეიძლება მიეყენებინა. საპასუხოდ მიქაელის თბილი მზერა ვიგრძენი და მისგან აზრები წამოვიდა. ეს ბრჭყალებიანი ხელი სიმბოლურად გიჩვენე, როგორც ჩემი ვიბრაციის ვარდნა შენზე საპასუხოდ. თუ კი შენ არ დაიჭერ შენ შინაგან მდგომარეობას მაღალ ვიბრაციებზე, მე დამატებით ჯაფა მადგება, რომ შენც დაგიჭირო და საკუთარი თავით. მაგრამ შენ სხვა საქმით ხარ დღეს მოსული. მისი ღიმილი ვიგრძენი. ჩემს ფიქრებს კითხულობდა. გინდა მთხოვო, რომ ნუს დავეხმარო, მაგრამ მე მინდა, რომ რასაც მთხოვ შენ თვითონ გააკეთო. მე არც მიფიქრია, ინტუიციურად ვიცოდი რა უნდა მექნა. ალბათ სწორედ ამ შინაგან ცოდნას უწოდებდა მიქაელი ტალღის დაჭერას. შინაგანი მზერით ν მოუწებნე. მის ინდივიდუალურ ვიბრაციას მარტივად მივაგენი. მე და მიქაელმა ეთერული სივრციდან წამიერად მასთან გადავინაცვლეთ. ნს შევხედე და დავინახე, რომ მის გარშემო მართლა ირეოდნენ შავი ასტრალური წარმონაქმნები და სიბნელე იყო მოზღვავებული. ეს სიბნელე მას ასკდებოდა რაღაც გაუგებარი, ამორფული ნაკადებით და ასევე ნივთების ფორმის აზროფორმებით. მე შიგნიდან ქრისტეს ენერგია ამოვიღე და ნს გარშემო თეთრ სფეროსებრი დაცვა გაუკეთე. ეს დაცვა დავაფიქსირე, როგორც ხანგრძლივი მოქმედების დაცვის სფერო. დაცვის სფერო აშკარად მუშაობდა, რადგან ბნელი ენერგეტიკული ნაკადები მასში ვეღარ აღწევდნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ამ დაცვამ შიგნიდან ტეხვა დაიწყო. მთელი ეს დრო მიქაელი უხმოდ იდგა ჩემს უკან და ჩემს მოქმედებებს აკვირდებოდა. ისე თითქოს თვითონ არ ერეოდა. მე გაკვირვებით გადავხედე. დააკვირდი რა ხდება ამ მითხრა მან და მე ნს ენერგეტიკულ სხეულზე მიმითითა. რატომღაც თვითონ ნსგან გამოიტყორცნებოდა ბნელი ენერგეტიკული ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ჩემს მიერ დაყენებულ დაცვას შიგნიდან ანგრევდნენ. თანაც შევატყვე, რომ ჩემს დაცვას კვება არ ქონდა. ერთხელ გარღვეული ის თავს ვეღარ იდგენდა. ის ბნელი ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ნსგან გამოდიოდნენ, როგორც ჩანს, იყო მისი შიშები, შფოთვები, ნეგატიური აზრები და მოქმედებები. მე ბევრი არ მიფიქრია, ახლაც არ ვიცი საიდან ვიცოდი, რომ მასზე უნდა მოვქცეულიყავი. მასთან მივედი, ჩავეხუტე. ჩემი გული მის გულს დაუკავშირე და რატომღაც უთხარი. გამოანთავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ სიტყვებმა იმუშავეს. მისი გული განაცდა თეთრი სინათლით და ჩემი ძალისხმევის გარეშე მის გარშემო ბუნებრივად წარმოიქმნა თეთრი დამცველი აურა.
ოღონდ ამჯერად ესაურა შიგნიდან, მისი გულიდან გამოსხივებული სინათლით საზრდოობდა. მე კმაყოფილებით გადავხედე მიქაელს და ისიც კმაყოფილი ჩანდა და მიღიმოდა. ეხლა ხომ ხედავ, როდესაც ადამიანები ბნელი ძალებისგან დაცვისთვის მოგვიხმობენ, ჩვენი დაცვა დიდხანს ვერ იმუშავებს, თუ ადამიანმა თავისი შინაგანი ბავშვი არ გამოანთავისუფლა, რომელიც საკუთარი სულია და თვითონ არ დანერგა უწყვეტი სინათლის წყარო, როგორც ბნელი ძალებისგან საიმედო დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დროებით შველით, მაგრამ როგორც კი ადამიანი თავისულთან კავშირს არღვევს, ეს დაცვა იშლება. მოუყევი ამაზე ადამიანებს. ხილვა დაამთავრდა და უკან სხეულში დაუბრუნდი. მაინტერესებდა იმუშავა თუ არა ამ ყველაფერმა რეალურად და გადავწყვიტე რამდენიმე დღეში ნსთვის მეკითხა. შეუმცირდა თუ არა, ან იქნებ საერთოდ აღმოიფხვრა მასზე ბნელი ძალების თავდასხმები. ჩემს უბრალოდ გაფიქრებული ესოს ლოცვასაც კი წამის მეასეთში აქვს ეფექტი ეს დღეები. მაგრამ როგორც შენ გიწერია წიგნში, ისევ არ მეც. მაღიზიანებს ხმამაღალი საუბარი. რამოდენიმე ადამიანის ერთად საუბარი. გუშინ ქართველი კაი ბიჭები ესტუმრენ დს და იმათ დაბალმა ვიბრაციებმა ისე იმოქმედა ჩემზე. დღესაც გათიშული ვარ. ვცდილობ შვიდად სიყვარულით შევხვდე ყველაფერს და რაც უფრო ვცდილობ, მით უფრო ვღიზიანდები. დავდივარ გაბრუებული დღეს ქუჩებში და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სხვაგან მოხვდი. თითქოს რაღაც წამერთვა და მეორეს მხრივ რაღაც დიდი მომეცა. იმა, შენ ძალიან სწრაფად გივითარდება მოვლენები, ალბათ იმიტომ, რომ საორიენტაციო ინფორმაცია გაქვს უკვე ჩემი წიგნის და მსგავსი წიგნების სახით. შეეცადე შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნო. რაც არ უნდა მოხდეს, ნეგატიური ინფორმაცია და დაბალი ვიბრაციები უფრო ძლიერად იმოქმედებენ შენზე და შეეცადე შეზღუდო ახალი ამბების მოსმენა. უფრო კომედიებს, მსუბუქ ფილმებს უყურე ხოლმე. ძალიან შეარჩია რას უსმენ და რას უყურებ. ჩხილებში ამას რომ წერდი, თან სულ ის მიქაელის ხელი მახსენდებოდა. მადლობა იმა, ასე რომ მეხმარები. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. გუშინ ღამე შედარებით კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ დს აწუხებდა ძილში რაღაც. მთელი ღამე მის დახმარებაში გავატარე, ლოცვებს ვკითხულობდი, წარმოსახვით პირჯვარს წერდი. შეიძლება ესეთი რამე, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს ერჩოდნენ? ხო, ვცდილობ ძალიან, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო, როგორც კი რაიმე მაღიზიანებს იესოს ლოცვას ვიწყებ. და კიდე ყველაზე ცუდი შეგრძნება. დანაშაულის გრძნობები მაწუხებს ძალიან. იმა. კი, შეიძლება რომ ახლობლებს ერჩოდნენ. სამწუხაროდ მაგ ხერხს მიმართავენ ხოლმე. თუ არ გაგიჭირდება დს ფოტო რომ გამომიგზავნო და მეც მასზე ლოცვას წავიკითხავ. და მე იმ სიზმარზე მოუყევი, რომელიც იესოს ლოცვას ეხებოდა და რომელიც როგორც ჩანს ამოქმედდა მისთვის. თავი მე-13, 2020 წელი, 7 მაისი. ვესაკის დღე. არ ვიცი რა კავშირშია ეს დღე ჩემს ადრე დასიზმრებულ სიზმართან, სადაც 7 მაისმა გაიჟღერა, მაგრამ დღეს Facebook-მა მომილოცა დაბადების დღე. სინამდვილეში ეს არ არის ჩემი დაბადების დღე. არამედ იმას პროფილის და ჯგუფი გნოზისის გახსნის დღეა, რომელიც ასევე სრულად შემთხვევით დაემთხვა ბუდისტების წმინდა დღეს, ეგრეთ წოდებულ ვესაკის დღეს, ანუ მაისის სავსე მთვარეობას. ქმულების მიხედვით 623 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამ დღეს დაიბადა გაუტამა ბუდა. ამ დღესვე გასხივოს და 35 წლის მერე და ამ დღესვე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. აი ესეთი საინტერესო დღე ყოფილა. დღეს მინდა ჩავწერო ნს მორიგის სიზმარი, რომელიც განსაკუთრებით სინქრონიზდა ჩემს ფიქრებთან. იმა გამარჯობა. შეიძლება გაწუხებ, მაგრამ ძალიან მეხმარება შენ, როცა ჩემს სიზმრებს გიყვები. 2 დღის წინ ნახე სიზმარი, თითქოს ნაცნობ ქალაქს, მაგრამ ამავე დროს უცნობს შემოესია მტერი. აი როგორც ომებში ხდება ჯარისკაცები, მანქანები, ტანკები და მშვიდობიან მოსახლეობას ავიწროვებდნენ. ამ დროს პატარა ბიჭი გზაზე გადადიოდა და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საყელოში ხელი ჩაავლო და ყვირილი დაუწყო. რატომ არ გვემორჩილებიო და ამ დროს ჯარისკაცის სახე ნელ-ნელა ურჩხულის ფორმა მიიღო. მე ამ ყველაფერს გზათა გასაყარზე ვიდექი და რამდენიმე ადამიანთან ერთად შორიდან უყურებდი. შემდეგ კადრი გაქრა და სადღაც სოფელში აღმოჩნდი, სადაც ციდან დაეშვნენ ადამიანები. ვიზუალურად ადამიანები. ერთ-ერთი მოვიდა და ესე მითხრა: ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და ადამიანების გადასარჩენად მოვედითო და ხელი დამადო გულმკერდის არეში. გარდა სრული თავისუფლებისა არაფერი მიგრძნია და მეც თითქოს ერთ-ერთი მათგანი გავხდი. ძალიან საინტერესოდ ვშველიდით ადამიანებს.
ანუ ამ ღმერთის შვილებს შეეძლოთ ბევრნი გამხდარიყვნენ, ანუ ერთი ღმერთის შვილი რამოდენიმე ათასი ხდებოდა და ამ დროს უჩინარი ადამიანის სხეულებში გადიოდნენ შეუმჩნევლად და კურნავდნენ ადამიანებს. მეც ორი ადამიანის სხეულში შევედი შეუმჩნევლად და გავასუფთავე ისინი. თუმცა ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანებს ფიზიკური ტკივილი არ ტანჯავდათ. თითქოს ჯამრთელები იყვნენ, მაგრამ ყველა ნაცრისფერი იყო ან შავი. წუხელ კიდევ რა დამესიზმრა. მაგრამ სანამ სიზმარს მოვყვები, წინა სიტყვაობა უნდა გითხრა. წუხელ გვიან მოვედი სამსახურიდან. დომ ვახშამი გამიმზადა და ერთ-ერთი შემადგენელი რაციონი იყო ქათმის ხორცი. ერთი ნაჭერი ჩაუკვიჩე და რაღაც არ მესიამოვნა ქვეცნობიერად. ოღონდ არც გამიგრძელებია ჭამა. უნებურად უხასიათოდ ვიყავი და უხასიათოდაც დამეძინა. სიზმარში კი ასეთი რამე ვნახე. ჩემს სოფელში დიდი მაგიდა იყო გაშლილი და ადამიანები ისხდნენ. ყველა უცნობი იყო და ყველა ხორცს ჭამდა და ამ დროს ხორცის ღეჭვის მომენტიდან ბოლომდე გადაყლაპამდე ვხედავდი ადამიანის აურა და ენერგია როგორ ბინძურდებოდა და ილექებოდა ქვემოთ გენიტალიებთან და რაც უფრო მეც ჭამდა, ის ადგილი უფრო და უფრო შავდებოდა. ისევ შემეშინდა, რატომღაც ისეთი უცნაური სანახავი იყო და გამეღვიძა. მთელი დღე ამაზე ვფიქრობ. საერთოდ ბავშვობიდან საქონლის და ღორის ხორცს არ ვჭამ. არა რაიმე იდეოლოგიის გამო უბრალოდ არ მიყვარს. არც თევს მათ შორის და ფრინველის ხორცს ვეტანები ხოლმე. და ეს ალბათ ნიშნავს რამეს. იმა. ძალიან მანიშნებელია შენი სიზმრები. ხორცს რაც შეეხება ყველაფერი მასია. კვებასთან დაკავშირებით იხილეთ 2018 წლის 15 სექტემბრის ჩანაწერი. რაც შეეხება ღვთისმშვილების ჩამოსვლას ძალიან გამახარა ამ შენ სიზმარმა. მიქაელიც ღვთისმშვილია და სწორედ ასე მადებს ხოლმე ხელს გულის არეში. ხან მას ვხედავ ხოლმე როგორც მზის გამოსხივებას, რომელიც ჩემს გულთან არის დაკავშირებული. ეს სხივები შემოდიან და მეც მანათებენ და მას უფთავებენ. ეს ყველაზე სწორი კავშირია მათთან. გულისმიერი კავშირი. ხო, მეც დავმშვიდდი ცოტა ამ სიზმრის შემდეგ. ისე შიშები და ეს დემონური ენერგიები იმდენად აღარ მაწუხებს. უბრალოდ სიზმარში ბევრ ნაგავს ვხედავ, რომელსაც ვასუფთავებ და ძალიან მიჭირს სიზმარში მათი გასუფთავება. ეხა ალბათ ჩემს შიგნით არსებული ნაგვის გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს. იმა. ეგ უნდა მეკითხა ზუსტად და ვერ მოვახერხე ეს დღეები. წესით ისე აღარ უნდა გაწუხებდნენ. თუ გინდა მოგიყვები შენზე რა მაჩვენა მიქაელმა. მართლა მიხარია თუ ასია. არა, იმას სამწუხაროდ არ მახსოვს, ნელ-ნელა ვკითხულობ. გაცნობიერება მინდა ყველაფრის. ვაიმე, რა უნდა მეთქვა? მართლა მიხარია თუ ასია. იმას სამწუხაროდ არ მახსოვს, ნელ-ნელა ვკითხულობ. გაცნობიერება მინდა ყველაფრის. ვაიმე, რა თქმა უნდა. იმა, ესე თავს რომ მესხმიან დემონები ჩემს ნაცნობ ადამიანებს. მიქაელს თხოვ ხოლმე რომ დაიცვას ის ადამიანები და შენზე მით უმეტეს ვთხოვე. დილით მზე რომ ამოდის ხოლმე ხშირად მაქვს სიფხიზლეში, ოღონდ დახუჭული თვალებით ეს კავშირი მასთან. შენ შეიძლება რაღაც მომენტში გაგიჩნდეს და არ გაგიკვირდეს. ანუ დახუჭულ თვალებში იწყება როგორც სიზმარი, ოღონდ ფხიზლად ხარ, არ გძინავს და იწყება იმით, რომ ზევით მიფრინავ. უბრალოდ ხედავ, რომ სადღაც ზევით მიფრინავ, მერე ჩერდები. მერე როგორც წესი გული გულს უკავშირდება. ჩემ შემთხვევაში მიქაელთან. ძალიან ძლიერი სიყვარულის გრძნობა მოდის. ამ ზედა ეთერული სივრციდან ბევრი რამე შეიძლება გაჩვენონ, რაც ქვემოთ დაბალ სივრცეებში ხდება, რაც ქვემოთ დაბალ სიხშირეებში ხდება და ჩანს პლანეტარული სხვადასხვა ველები, მათ შორის ენერგეტიკული, ასტრალური და მენტალური და ადამიანებიც თავისი აურებით. და შენ გიპოვა რაღაცნაირად. თვითონ უკან დადგა და მე მითხრა დაცვა გაუკეთეო. ხო, შენზე მოდიოდა თავდასხმები, ოღონდ ამას ვხედავდი როგორც შავ ენერგეტიკულ დარტყმებს. რაღაცნაირ ამორფულ ფორმებს, თუ ნაკადებს. ვერ ხსნი, აი სიბნელე რომ მოზღვავდება ადამიანის გარშემო. მე რაღაცნაირად არ ვიცი, მაგრამ რაღაც თეთრი სფეროსავით გაგიკეთე და დავინახე, რომ ეს შავი ნაკადები ამ სფეროში ვერ აღწევდნენ, მაგრამ ამ სფერომ დაიწყო შიგნიდან გატეხვა. ანუ შენგანაც მოდიოდა რაღაც ნეგატიური. ეს იყო რაღაც ნეგატიური ემოციები, შფოთვები, შიშები, ფიქრები და ციხე შიგნიდან ტყდებაო, რომ ამბობენ ასეთი რაღაც ხდებოდა. მიქაელი არაფერს არ მეუბნებოდა. შენ თვითონ მიხვდიო. და მე რატომღაც, ანუ ამ მდგომარეობაში, როცა ასტრალური სხეულით გადაადგილდები, აზროვნება შეცვლილი გაქვს და რაღაცნაირად გულით ფიქრობ და არა გონებით. ამიტომ გადაწყვეტილებები მოდიოდა თავისით ინტუიციურად. და მე ჩაგეხუტე და რატომღაც გითხარი. გამოანთავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი.
არ ვიცი ასე რატომ გითხარი, მაგრამ შენ მიხვდი, რაზეც იყო საუბარი და რომ ჩაგეხუტე ჩემი გულიდან შენს გულში გადავიდა ის თეთრი სინათლე, რომელიც თავიდან გარედან სფეროსავით გაგიკეთე და ეს შინაგანი ბავშვი რომ გამოანთავისუფლე, შენც განაცდი და შენ თვითონ გაგიკეთდა ეს თეთრი სფერო, რომელიც უკვე შიგნიდან შენი გულიდან ნათდებოდა და აღარ ინგრეოდა. რამდენად მერე შეინარჩუნა ეს მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ რომ დაგტოვეთ, სრული შეგრძნება მქონდა, რომ ისევ ვეღარ შეგაწუხებნე დემონური ენერგიები, როგორც ადრე. გონი ასეც მოხდა. მადლობა დიდი შენ და მიქაელს. აი ვხედავ და გრძნოფეს შემოტევები, რომ აღარ მაქვს იმდენად. იმა, ჩემგან წამოვიდოდა ცუდი ენერგიები. მე რა ცხოვრებაც მქონდა ძალიან დაბინძურებული იყო. ჩემ ცხოვრებაში იყო ისეთი დრო ჯადოებსაც რომ მიკეთებდნენ. კაცი სხვათა შორის, მაგრამ ისევ ღმერთის ძალით ნელ-ნელა გამოძვერი სიტუაციიდან. თავი მე-14, 2020 წელი, 11 მაისი. სულიერი საფრთხეები. იმა დილა მშვიდობისა. წუხელ სიზმარი ვნახე საკმაოდ გრძელმეტრაჟიანი, თუ შეიძლება ამას ესე ვუწოდო, არ ვიცი. რამდენიმე დღეა სიზმარში მარტივად ვაანალიზებ, რომ სიზმარში ვარ. წუხელ პატარა ბილიქს მიუყვებოდი, საკმაოდ ლამაზი იყო გარშემო ბუნება და უცებ საიდანღაც ძაღლი გამოჩნდა. თითქოს მომდევდა და მიყებდა. მე მას სერიოზულად არც შევხედე და გავაგრძელე სიარული. თუმცა მიწაზე ნაბიჯს არ ვდგამდი. ავმაღლდი ამ ძაღლზე დაახლოებით 1 მეტრით და ჰაერში დავდიოდი. თან ვფიქრობდი, რა უცნაური არსებაა, იცის რომ ვერ მწვდება და მაინც მიყავს თქო. უცებ მეორე ძაღლიც გამოჩნდა, რომელიც ცოტა უფრო მაღალი და ავი იყო. მეც უფრო მაღლა ავიწიე. მივხვდი, რომ სიზმარში ვიყავი და ფრენა გადავწყვიტე. როგორც კი ზემოთ ავიწიე, ელექტროენერგიის მავთულები დავინახე და ეხლა იმაზე დავდიოდი. ისე მომეწონა ცოტა გავერთე, მაგრამ ეს სიარული დიდხანს არ გაგრძელდა. უცებ დაბლა დავეში თავისით და წეღან ხოლმე ავმაღლდი ძაღლებზე და ეხლა ჩემს გარშემო დიდი უზარმაზარი შავი რამდენიმე არსება იდგა. მივხვდი იმას, რომ როგორც კი მიხვდნენ ჩემს ფრენის შესაძლებლობას, ისევ დემონებმა შემომიტიეს. იესოს ლოცვა არ შველოდა. ისე უცებ მოახლოვდნენ, თითქოს ჩემი შთანთქმა უნდოდეთ. მერე ისევ ჩემი შიშის ენერგია ვიგრძენი, მაგრამ ვთხოვე ამ სიტყვებით. ღმერთო მომეცი სიყვარული და იმა. ისე გაქრა გარშემო შიშით, ის უსახური არსებებით. ეს იყო სასწაულის შეგრძნება და ამის მერე სრულიად უარაფრო სივრცეში მესმის ხმა. ვინ გინდა იყოს შენი მასწავლებელი? და მე თითქოს სულიერი ხმა აღმომხდა, გაბრიელი და გამეღვიძა საოცრად სასწაული გრძნობით. მე. რა მაგარია, მიხარია შენს მაგივრად. ისე რატომ გაბრიელი, რა საინტერესოა? ხო, რაღაც შოკი მაქვს მე ჯერ კიდევ. არ ვიცი, რაღაც თავისით უცებ აღმომხდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე შეიძლებოდა საუბარი ანგელოზებთან ან ღმერთით უსაუბრობდა. იგივე დღე, სხვა ჯგუფის წევრთან, ნოსთან. ახლა კი მინდა მოგიყვე ერთი უცნაური რამ, რაც შემემთხვა გნოზისის დამთავრებისას. აღდგომის დღეებში დავამთავრებ, კითხულობდი ღამეს აწოლში. დილას გაღვიძებისთანავე გავაცნობიერე ასეთი რამ. გრძნობ, რომ თითქოს საწოლში კი ვწევარ, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ნაწილობრივ აწეული ვარ ჰაერში. ვწევარ ზურგით, ზევით, ანუ მუცელზე და ვგრძნობ ჩემ ზურგს ზევით რაღაც ენერგიას. ენერგია მოძრაობს და უნდა ჩემში შემოსვლა. მე ეს აღვიქვი, რომ იყო სული და აღვიქვი, რომ არ იყო ფერადი. არამედ შავი, რაღაც მოძრავი ღრუბელივით. რადგან მუცელზე ვიწექი, მკერდი მქონდა მიბჯენილი საწოლს და მტკიოდა. გავიფიქრე, როგორ მტკივა მკერდი, ცუდი რამე ავადმყოფობა ხომ არ მაქვს თქო. და რადგან გრძნობდი ცოტა ჰაერში აწეული ვიყავი, უფრო ფეხებით და თან ეს სული ჩემს ზურგს მაღლა დატრიალებს, მოძრაობს და უნდოდა ჩემს სხეულში შემოსვლა, მივხვდი, რომ უნდა ამეწია სხეული და შემოსულიყო ჩემში. ასეც მოვიქეცი, სიმართლე გითხრათ, მეგონა იქნებოდა იესო, ან თქვენი საყვარელი და ჩემი საყვარელი მთავარანგელოზი მიქაელი და შემოუშვი, ვიფიქრე გულში ჩავიკრავ და მოვეფერები თქო. და გამეღვიძა, გამოფხიზდი სრულიად. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რა იყო ეს. მერე ისიც გავიფიქრე, იქნება ძალიან ღრმად მეძინა. თვითონ ჩემი სული იყო დროებით გასული ასტრალში და დაბრუნდა მეთქი. არ ვიცი რა ვთქვა, აქამდეც მინდოდა ამის მოწერა თქვენთვის, მაგრამ მომერიდა. თან მაღალი წნევები მქონდა და ცუდად ვიყავი. ცოტა არ იყო შემეშინდა კიდეც რა მოხდა და რა მელის. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით, პატივისცემით. ძალიან დათრგუნული და შეშინებული ვარ, მით უმეტეს ცოტა ნერვები და ჯანმრთელობაც მგონი გამიუარესდა. ეს შეიძლება სტრესია შიშისგან. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. მადლობა ყურადღებისათვის. მე, იმა.
ნეტა არ შემოგეშვათ. შავღრუბლად არ დაინახავდით ანგელოს ან იესოს. სამაგიეროდ ბნელი სულები ყოველთვის გვერდით არიან. ეტყობა იგრძნეს, რომ თქვენ გახსნილი იყავით ეგეთი კონტაქტისთვის. ნათელი სულები არ შემოდიან ასე პირდაპირ. შემოსვლაც არ ქვია მაგას. თავის ცნობიერებასთან გაერთებენ გულის ჩაკრით. თანდათანობით მყარდება მათ შემთხვევაში გულიდან გულში კავშირი, მაგრამ ძალიან ფრთხილობენ და ძალიან სათუთები არიან, რომ ტრავმა არ მოგაყენონ. თან ძალიან დიდი სიყვარულის გრძნობა მოდის მათგან, მაგრამ არ შეგეშინდეთ ყველაფერს ეშველება. მოვიფიქრებ კარგად და მოგწერთ. ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი, შეიძლება არც მომხდარა არაფერი ცუდი. ასტრალის დროს სულ ხედავენ ხოლმე ასტრალურ ბნელ არსებებს, ჩემშიც გასულან არაერთხელ. ვერ ვიცავდი თავს ბოლომდე და ენერგიაც წაუღიათ. მერე ეს ანგელოზები და ნათელი ძალები ასე არ შემოდიან სხეულში. გულში იესოს შემოშვება, ეს სხვა რამეა. მისი ცნობიერების ნაწილი შემოდის შენში, მაგრამ ეს ნელ-ნელა ხდება. სიკვდილის შემოშვებას რაც შეეხება, რაც ზემოთ ახსენეთ, არ არსებობს ეგეთი რაღაც. მაგრამ ბნელი ასტრალური არსება შეიძლება ყოფილიყო. არა უშავს მოერევით მაგას, უარესებიც მინახავს. ვაიმე, რა მეშველება, გეხვეწებით რამე მოვიფიქროთ რა. მე ისეთი დაბნეული ვარ, ვეღარ ვაზრონებ. კიდევ კარგი ამდენი ხნის მერე ის მაინც მოვიფიქრე, რომ თქვენ მოგწეროთ. თქვენი იმედი მაქვს და დაველოდებით თქვენს რჩევებს. მე, გეშინიათ, არ გვეშინიათ ჩვენ ეგეთი რაღაცეების. ღმერთო ჩემო, როგორ დამამშვიდეთ, გფარავდეთ მთელი სამყარო, მიყვარხართ. მე, ვერავინ ვერაფერს გიზამთ. არ ინერვიულოთ, უბრალოდ რამდენიმე დღე დამჭირდება. მინდა მიქაელს დაუკავშირდე და ვთხოვო თუ გამომივა კონტაქტი. იქამდე თქვენ შეგიძლიათ იესოს ლოცვა იმეორეთ გულზე კონცენტრირებით და წარმოიდგინოთ, რომ ყოველი სიტყვის წარმოთქმისას გული გინათდებათ. ძილის წინ სულ იმეორეთ და ისე დაიძინეთ. პლუს დაახმარეთ, რაც გაქვთ ისეთი რამ, რაც ქრისტეს ენერგიას ატარებს. მაგალითად ნაკურთხი წყალი, საკმეველი, ხატები, ჯვარი. თუ ისევ დაინახეთ ეს არსება უთხარით. იესო ქრისტეს სახელით განვეთ ჩემგან. მე ვეკუთვნი იესო ქრისტეს და მისი შუამავლობით მამა ღმერთს. ჯერჯერობით ეს არის თქვენი დავალება. ჩათვალეთ, რომ ეს შემთხვევა გაკვეთილია თქვენთვის, რომლიდანაც სულისთვის სარგებელი ცოდნა უნდა მიიღოთ და გარჩევადობის უნარი გამოიმუშაოთ. თუ რამეა მომწერეთ, მე ხაზზე ვიქნები. თავი მე-15, 2020 წელი, 12 მაისი. სამსარის წრე. ღამით ნესთვის ვლოცულობდი და მისთვის დახმარებას მიქაელს და იესოს თხოვდი, რადგან თავი ვერ მომყავდა სათანადო მდგომარეობაში, რომ შეცვლილ ცნობიერებაში შევსულიყავი და ამ ქალბატონის ენერგეტიკული სხეული დამენახა. შინაგანად სრულიად არეული ვიყავი. ნს გამო თავს დამნაშავედ გრძნობდი. ეს ნსაც გაუზიარე და მანაც დამიდასტურა, რომ ჩემი წიგნი ადამიანებმა შეიძლება არასწორად გაიგონ. ამან ძალიან დამაღონა და დამაფიქრა. ის აზრი, რომ ვინმესთვის შეიძლებოდა საფრთხე შემექმნა, არ მასვენებდა. ძიმე გრძნობა მიქაელთან კავშირი გამიწყვიტა. ამიტომ არც ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ლოცვა ნს დასახმარებლად მასთან მივიდოდა. სიზმარი. რაღაც წრეში ვარ მოქცეული. ამ წრის საზღვარს წარმოადგენს ერთმანეთთან ხელფეხით გადაბმული ადამიანების რიგი. ოღონდ ეს მთლად ადამიანები არ არიან. საღმრთო არსებები არიან თითქოს. ამ წრის შიგნით ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა შორის გამუდმებული ომი მიდის. ეს ომი საოცრად სასტიკი და დაუნდობელია. ვხედავ, როგორ უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. ბრძოლაში კიდურებს აჭრიან და გარშემო სისხლის გუბეები დგას. ამ დახურული წრის ცოცხალი საზღვარი ამ ადამიანებს გარეთ არ უშვებს. მხოლოდ იმათ უშვებს, ვისთვისაც ეს ომი უცხოა, მიუღებელი. ვხედავ დედას პატარა ბავშვით. ეს მისი ომი არ არის. ის ხომ დედაა და მას ხომ ბავშვი ყავს. ამიტომ ის საზღვართან მიდის და საზღვრის მცველები მას გარეთ უსაფრთხო ადგილას უშვებენ. მეც ვცდილობ ომში მონაწილეობა არ მივიღო. მეც ბავშვი მყავს პატარა გოგო, რომელიც ხელით მიჭირავს. ეს ომი არც ჩემი არაა. საზღვარს უახლოვდები და ვფიქრობ, რა შეიძლება უთხრა საზღვრის მცველებს, რომ გამატარონ. უეცრად ერთ-ერთში ნაცნობ სახეს ვამჩნევ. მაღალი, გამხდარი ქერაყმაწვილია. ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც ერთად თხილამურებზე დავდიოდი. მე მასთან მივდივარ და ვთხოვ, რომ ამ ხოცვა ჟლეტიდან გამიშვას. ის მაშინვე ხსნის საზღვრებს და მატარებს. ხოლო მერე ისევ კეტავს. მე სამშვიდობოს გავდივარ. ახალგაზრდა ბიჭისკენ ვტრიალტები და მადლობას უხდი. ის წამით თავის საქმეს წყდება და ღიმილით მიყურებს. არაფერს მეუბნება. რამდენიმე წამს ერთმანეთს ღიმილით უყურებთ.
მადლიერების თბილი გრძნობა მიჩნდება და მისგანაც იგივეს გრძნობ. წრიდან როცა გამოვედი დავინახე, რომ გარშემო ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება. ჩემთვის უცხო ევროპული სტილის ქალაქში ვარ, სადაც ხალხი საქმიანად დაფუსფუსებს. გარშემო ცხოვრება ჩქეებს, თითქოს იმ წრეში არც არაფერი ხდებოდეს. ხალხი მხიარული და უზრუნველია, მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. მე ომგამოვლილი ადამიანი ვარ. გვერდით პატარა შვილი მიდგას, რომელიც ასევე არაა ცხოვრებით განებივრებული. ჩვენ ამცხრების ჯიხურთან მივდივართ. ჩემი შვილი მშიერია. რატომღაც ვიცი, რომ ფული ბევრი მაქვს, მაგრამ მეც და ჩემი შვილიც შამიანობის ეკონომიას ვართ ნაჩვევი. ამიტომ ჩემი შვილი გამყიდველს მოგრძალებულად მხოლოდ 5 კაკალს თხოვს, რომელიც იცის, რომ ყველაზე იაფია. მაგრამ მე მას ვაჩერებ და გამყიდველს ყველაზე დიდ და გემრიელ ნამცხვარზე მივანიშნებ. ჩემი შვილისთვისაც და ჩემთვისაც. თან გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობა მიჩნდება, რადგან იქ სადღაც, საიდანაც მე გამოვედი, უბედურება ტრიალებს. ადამიანები გაჭირვებაში და ომში ცხოვრობენ. მე კიდე ნამცხვარზე ვიხარჯები. ამ ფიქრით გამეღვიძა. მაშინვე გამახსენდა ეს დანაშაულის გრძნობა იმაზე, რომ გაჭირვების ჟამს არასაჭირო ნივთზე ვიხარჯები. როცა რამდენიმე დღის წინ ჯემს ვყიდულობდი, რომელიც დიდად არ მჭირდებოდა, ეს სიმბოლო ფრჩხილებში ნამცხვრის ყიდვა ჩემთვის გასაგები იყო. მაგრამ მე სხვაგან წამივიდა ფიქრები და მიქაელთან დაკავშირება ვცადე. თავიდან მისი თანამყოფობა ძალიან სუსტი იყო. შევეცადე ეს შეგრძნება უფრო ახლოს მიმეშვა გულთან, რადგან დაძინებამდე კავშირი სრულიად იყო გაწყვეტილი. უეცრად მისი თანამყოფობა გაძლიერდა და რაღაცა მზევით ამიტანა. ეს არ იყო ჩვეული ცნობიერების აწევა ზედა ეთერულ სივრცემდე. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ვხედავდი, როგორ მივფრინავდით რაღაც სინათლის გვირაბში. თითქოს რაღაც პორტალივით იყო გახსნილი. საოცარი სწრაფით გადავაადგილდებოდით. ალბათ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ამ გვირაბიდან ისევ წამიერად ამოვარდით, როგორც შევედით და მიქაელთან ერთად მწვანე მინდორზე აღმოჩნდი. პეიზაჟი ძალიან გაუდა წერაქვს. ყვავილებიც ისეთი იყო წერაქვში, როგორც იცის. ვიცოდი, რომ ესეც ერთ-ერთი ილუზორული რეალობაა, იმიტომ რომ ამ რეალობაში აშკარად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მას ეს განმარტოვება სჭირდებოდა რატომღაც. ეთერულ სივრცეში ხომ ჩვენს გარდა ბევრი სხვა არსებებიც ირევა. მე სიამოვნა ლამაზი მდელო. ისიც, რომ ამ სამყაროში ჩემი სხეული და კერძოდ ფეხები ძლიერი და მსუბუქი იყო. მიწაზე შიშველი ფეხებით სიარულს მონატრებულ შეგრძნებას ავყევი და მიქაელთან ერთად სიმწვანეში ბილიქს გაუყევი. მაგრამ ფიქრებმა ისევ სიზმრისკენ დამაბრუნეს. ვიცოდი, რომ ეს სიზმარი მისგან იყო და ბოლომდე უნდა გამერჩია მისი მნიშვნელობა. მე. ის წრე, რომელშიც ხალხი იყო გამომწყდეული და ერთმანეთს ომში ჟლედნენ, რას ნიშნავდა? მიქაელი. თქვენ სამყაროს ამჟამად. ის საზღვრის მცველები, რომლებიც თავიანთი სხეულებით ამ წრის ცოცხალ ზღვარს ქმნიდნენ, იმ ხალხს არ უშვებდნენ. შენ დაინახე, ვისთვისაც ეს ომი მიუღებელია, თავისუფლად გადიან ამ საზღვარს. ბავშვიანი დედა ბრწყალებში. ასეთი ადამიანების კრებითი სახეა, რადგან ეს სახე ხატი ყველაზე შეუთავსებადია ომთან. აი ასეთი შეუთავსებადი ადამიანები გავლენ და არ დარჩებიან იმ წრეში, სადაც კარმა თავის საქმეს აკეთებს. ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე გამიშვა, ვიცი, რომ შენ იყავი, მაგრამ ის ბავშვი ვინ იყო, ჩემ შვილად რომ დავინახე. გახსოვთ ნს რომ უთხარი, გამოანთავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი, ეს შენი უმაღლესი მეა და ის გამოცდილება, რომელიც შენ ამჟამინდელმა ინკარნაციამ შობა. ფული, რომელიც ჯიბეში მედო, შენი სულიერი მონაპოვარი, სულიერი მიღწევების მომენტუმი, რომელიც შეგიძლია წრეში მყოფ გაჭირვებულებს დაუბრუნო, მიუხედავად იმისა, რომ შენ სულ შია ნამცხვარი იყიდო საკუთარი თავისთვის. ეს შენი გადასაწყვეტია. ორივე არჩევნის უფლება გაქვს საღვთო კანონის თანახმად. მე მიქაელს მიუბრუნდი და თვალებში შევხედე. მიქაელ, ეს საზღვრის მცველები, მათ შორის შენც იყავი. სიტყვა არქონტი მცველს ნიშნავს. მისი თბილი ღიმილი დავინახე. ვარ თუ არა მეც არქონტი? ამის კითხვა გინდა? მუკეშინია სიტყვების. არქონტი, ანგელოზი, ღვთისშვილი, ყველა ერთია. ჩვენ ადამიანთა ევოლუციის სადარაჯოზე ვდგავართ და გარკვეულწილად მართლა საზღვრის მცველებს წარმოვადგენთ. ოღონდ ჩვენი დაცვა იგივე საღვთონებაა. დაცემულ არქონტებთან მსგავსი ბუნება გვაქვს. განსხვავება მხოლოდ ნიშანშია. ისინი თუ მინუს ნიშნით არიან, ჩვენ პლუს ნიშნით ვართ. სულ ეს არის განსხვავება. და მან ვიზუალური სურათი გამომიგზავნა. მე დავინახე, რომ ის მკერდში გულის არესთან პატარა არსება იყო.
ოღონდ ეს პატარა არსება პატარადაც და იმავდროულად უსაშუალოდ დიდად აღიქმებოდა. ასეთივე არსება მე ჩემს გულშიც შევამჩნიე. მერე მან თავისნაირი ანგელოზი მაჩვენა, რომელსაც გულის ადგილას სიცარიელე ჰქონდა. მიქაელი. ხედავ, განსხვავება მხოლოდ ესაა. გაქვს თუ არა ღერძი, ანუ კავშირი მამასთან. თუ არ გაქვს მოწყვეტილი ხარ, დაცემული ხარ. მე რაღაცნაირად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ წრეში იტანჯებიან ჩემს ჩათვლით. მიქაელი. არავინ არის ამაში დამნაშავე მათ გარდა. მხოლოდ მათმა თავისუფალმა არჩევნებმა განაპირობეს სამსარის წრეში გამოკეტვა და ტანჯვის რეალობაში არსებობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ამ წრებრუნვიდან დახსნა. ჩვენ საღვთო კანონის ფარგლებში მოქმედებთ, რადგან ტალღაზე ვმუშაობთ და მამის ნების გამტარებლები ვართ. ვიგრძენი რისკენაც მიყავდა საუბარი. ამ ბოლო დროს აუარებელი შეთქმულების თეორია წარმოიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს ხაფანგში ამყოფებენ უცხოპლანეტური რასები ან დემონური არსებები. რაღაც მსგავს მიქაელი თვითონაც ყვებოდა, მაგრამ მე შევატყვე, რომ ადამიანები თითქოს ამით საკუთარ პასუხისმგებლობას ისხლიტავენ. თითქოს სხვაა დამნაშავე მათ უბედურებაში. მე ზოგიერთ გნოსტიკურ სწავლებასაც თავის დროზე იგივე დაემართა, იგივე შეცდომაში შევიდნენ. შედეგად ადამიანები ნათელ ძალებსაც ცდებენ ბრალს მათი გადმოსახედიდან უმოქმედობაში. მიქაელი, პრობლემა იმაშია, რომ მათ დაცემულებთან ვერევით, რადგან ამ პლუს მინუს ვერ ანსხვავებენ. ჩვენი დახმარება მხოლოდ ადამიანებთან ორმხრივ თანამშრომლობაშია შესაძლებელი. თუ ჩვენზე ნათელ იერარქიაზე უარს იტყვიან, ადამიანთა მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდება, რადგან დემონური ძალები გაძლიერდებიან. ეს კარგად უნდა გესმოდეთ. ამ შეთქმულების თეორიებში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმართლეა, დაცემულ არქონტებს და დემონურ არსებებს გულისხმობ. სწორედ ეს ნაღმია ჩადებული ნათელი იერარქიის მოღვაწეობის დაუნახავობა და უნდობლობა. ამ ნაღმებს არაპირდაპირ შედეგებში უნდა ეძებდეთ. მხოლოდ მაღალი გარჩევადობის უნარი გიშველით იმ განსხვავებულ და ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციის მორევში, რომელიც მალე მთელ სამყაროს წალეკავს. ჩხილებში როგორც ბინძური წყალი. მაღალი გარჩევადობის უნარი კი მხოლოდ მაღალი ცნობიერების და წმინდა გულის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ ისევ იქ ბრუნდებით, საიდანაც ყველაფერი იწყება. სწორ მორალურ ორიენტირებთან და გულის მიერ მისწრაფებასთან ღმერთისა და ნათელი იერარქების მიმართ. არ მოწყდეთ ჩვენთან კავშირს. თავი მე-16 2020 წელი ივნისის პირველი დღეები. ღამით მესიზმრება თითქოს რაღაც პარკში ვარ, რომელსაც ორი შესასვლელი აქვს. რატომღაც ორი მღვდელი მომდევს. ერთი ახალგაზრდა, მეორე ასაკოვანი. მე მათთან შეხვედრა არ მინდა და ყველანაირად ვცდილობ შეხვედრას თავი ავარიდო. როდესაც ისინი პარკში ერთი შესასვლელიდან შემოდიან, მე მეორედან გავდივარ. ხოლო როდესაც მეორედან შემოდიან, მე პირველიდან გავდივარ. მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ახერხებენ ჩემს დაჭერას. მძიმე გრძნობა მეუფლება, რომ მათთან უსიამოვნო საუბარი მელის და სულ არ მაქვს მაგის თავი. დილისკენ მეღვიძება. ეს სიზმარი მახსენდება და ჩემთვის მეფიქრება, რომ ყველაზე მეტად არ მინდა სამღვდელოების პირებთან საუბარი. მათთვის ყველაფერი, რაც დავწერე, კარგ შემთხვევაში ერესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან ჩემი წიგნის და საერთოდ ჩემი კონტაქტის მიუღებლობას კარგად ვიაზრებ, ჩემზე მაინც მძიმე კვალს დატოვებს მათი ნეგატიური შეფასება. იმიტომ რომ ქრისტე ჩემი უშუალო მასწავლებელია. ისინი კი მისი ეკლესიის წარმომადგენლები. ხანდახან ჩემი თავი ძალიან სუსტი მგონია. ეს მაღონებს და მოტივაციას მაკარგვინებს. 2020 წელი 7 ივნისი სულთმოფენობა. მესიზმრება თითქოს ვიღაც მეგობართან ერთად ეკლესიაში შევდივარ. ჩემი მეგობარი ხატებთან მიდის და ზეთს იცხებს. მე ვეკითხები, მე შემიძლია ზეთი ვიცხო? ის მპასუხობს, რომ შემიძლია. მე ხატებთან მივდივარ. სანთლის ანთებას ვცდილობ, მაგრამ ვამჩნევ, რომ ხატები ჩემსკენ ზურგით ტრიალდებიან. თავიდან მგონია, რომ მეჩვენება, მაგრამ მერე ვამჩნევ, რომ ყველა ხატი უკანა მხრით არის ჩემსკენ მოტრიალებული. ნუ თუ ღმერთმა ზურგი შემაქცია, მეფიქრება შეშინებულს. ან ქრისტიანმა წმინდანებმა რატომ შემაქციეს ზურგი? ამ ეკლესიას რაღაცნაირად სხვანაირი საკურთხეველი აქვს. იქიდან უცნობი მღვდელი გამოდის. მე მას მინდა დახმარება ვთხოვო, მაგრამ რა მოუყვე? თითქოს ვეუბნები, რომ სიზმარ ხილვებში მიქაელს ველაპარაკები. ის შეწუხებული თვალებს ატრიალებს და იწახის.
აი ისევ კიდევ ერთი შეშლილობის მსხვერპლი. დილით მეღვიძება უსიამოვნა გრძნობით. დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია და ასეთი ცუდი შინაარსის სიზმარი ავის მომასწავლებელი უნდა იყოს. უბრალოდ ავის კი არა საშინელების. ჩემთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ღმერთისგან მოწყვეტა. მაგრამ რატომ? რა გავაკეთე არასწორად? აქამდე ეკლესიები ყოველთვის მესიზმრებოდა როგორც მშობლიური სახლი, სადაც ჩემთვის კომფორტული აურა იყო და წმინდანების კეთილგანწყობას გრძნობდი. ახლა რა შეიცვალა? არაფერი ახალი განსაკუთრებული არ გამიკეთებია და არ დამიწერია. რაც ეს კორონავირუსის კარანტინი დაიწყო, არც მცალია ამისთვის. მთელი დღეები ჩემი ბიჭის ონლაინ სკოლაზე ვარ გადართული და მას ვამეცადინებ. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიუხედავად ცალსაღად ცუდი სიზმრისა, მე არ მქონდა შინაგანი შფოთვა. არც გარშემო იგრძნობოდა რაიმე ბნელი დემონური ვიბრაციები. არც ჩემი მასწავლებლებისგან მომდიოდა რაიმე საგანგაშო სიგნალები. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს შეკითხვა დაუსვი. რას ნიშნავდა ეს სიზმარი? ის ამ კითხვას ელოდებოდა. მიქაელი, შენ სწორი გააკეთე, როდესაც სიზმრის შინაარსი შენ შინაგან შეგრძნებებთან გადაამოწმე. მე სპეციალურად გამოგიგზავნე ასეთი სიზმარი. მინდა რომ კარგად გაიგო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიზმრების და შეცვლილი მდგომარეობის საშუალებით გეკონტაქტებით, სიზმრებს 100%-ით არ უნდა ენდო. ყოველთვის გადაამოწმე სინქრონიზდება თუ არა სიზმრის კონტენტი შენ შინაგან შეგრძნებებთან. როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს სიზმარი, შეიძლება შენი ქვეცნობიერიდან მოდიოდეს. შენი შიშების ვიზუალიზაციას წარმოადგენდეს, ან ბნელი არსებების მიერ იყოს ჩანერგილი. ამისთვის რომ ჩვენს მიერ გამოგზავნილი სიზმარი გაარჩიო შინაარს, ნუ შეხედავ. გადაამოწმე შენს გულთან, ინტუიციასთან, დამიკავშირდი. თუ იმ მომენტში ამას ვერ ახერხებ, უბრალოდ გადადე მეხსიერების შორეულ კუნჭულში. თუ საჭირო იქნება ამ ინფორმაციას ამოვიღებ. დღევანდელი სიზმრის შემთხვევაში ეს შენი შანსია, შენს ქრისტიანულ ეგრეგორისგან დაწუნების გეშინია. რა თქმა უნდა, უდიდეს წილად შენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სამღვდელოების პირები არ მიიღებენ, რადგან ქრისტიანული ეგრეგორის ანუ სისტემის ნაწილნი არიან, რომელიც ჩარჩოებში არიან მოქცეულები. ამიტომ ჩვენს წიგს გარკვეულ დროემდე ერესად შერაცხავენ. ეს ასე იქნება. ამისთვის მზად უნდა იყო. თავი მე-17 2020 წელი 14 ივნისი. სკამები. დილისკენ გაღვიძებისას ისე ვიგრძენი ცნობიერების აწევა. ეს შეგრძნება როგორც წესი თითქმის ყოველდღე მეორდება. თავისით ხდება, რაც ყოველჯერზე მაკვირვებს. უკვე ხვდები, რომ ამ დროს ცნობიერებით მეუფეთა სამყოფელში ავდივარ. ზევით ასვლის შეგრძნება რომ შეწყდა, მეგონა მიქაელს შევხვდებოდი, მაგრამ არა. მალევე გავარჩიე მეუფეს სკ-ს სინათლის და სიბრძნის ღმერთის ვიბრაცია. ბილი, მამობრივი, უაღრესად კეთილშობილი და მზრუნველი აურა. დიდი მოკრძალებით, პატივისცემით და სიყვარულით შევხვდი და მისგანაც იგივე ემოცია წამოვიდა. ბოლო დღეები დაბნეულობაში ვარ. ჩემი წიგნი რედაქციას, დაკაბადონებას და თარგმანს გადის. გამომიჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე ნათელი იერარქიის საპატივსაცემოდ უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემომთავაზეს. ინტერნეტ ჯგუფში აქტივობა შევაჩერე, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ყველაფერი ვთქვი და ყველაფერი დავწერე, რაც სათქმელიან დასაწერი იყო. ამასთან ჯგუფს შემოემატა უამრავი ადამიანი, რომელთაგან ბევრი დაამღლელად ნეგატიურ ფიქრებს ავრცელებს. აქტიურობა ინტერნეტ სივრცეში აბლაგვებს ჩემს ნატიფ შეგრძნებებს და გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი დავაპაუზო. გარდა ამისა ძალიან დამთრგუნა ინტერნეტის ნეგატივმა, რომელსაც უნებურად ვაწყდები და უგრძნობ, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე. დროებით მაინც. რადგან ამდენი უარყოფითი ინფორმაციის და ბოროტი კომენტარის ატანა აღარ შემიძლია, მაგრამ საკუთარი თავის ამგვარი იზოლაციით აღმოჩნდი ერთგვარად უსაქმოდ. სინდისი მქენჯნის, რადგან მეჩვენება, რომ პრობლემებს გაურბივარ და მეუფეების საქმის კეთებას ვანელებ. ამ დროს მეჩვენება, რომ ეს მაინც სწორი გადაწყვეტილებაა. მეუფეებისგან ინფორმაციის მიღების გაგრძელების სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა თემაზე უნდა მივმართო ყურადღება და ჩემი ცნობიერება მუდმივად ყოველდღიურ მიწიერ მოვლენებზე იფანტება. ბოლო პერიოდში მაფიქრებს ამერიკაში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლები, რომლებიც პოლიციის მიერ ერთ შავკანიანის მკვლელობას მოჰყვა. ამ პროტესტს აყვნენ ევროპის ქვეყნებიც და მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ შავკანიანები, არამედ თეთრკანიანებიც, რომლებიც რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობას, სოლიდარობას უცხადებენ.
ყველაფერი კარგი, რომ არა მომიტინგეთა, განსაკუთრებით შავკანიანების მხრიდან ამ პროცესების თანმხლებით ძალადობა, გრევა, ძარცვა და სხვადასხვა ისტორიული ძეგლების განადგურება. მომიტინგეები ამ ერთი შეხედვით კეთილშობილი იდეას ახორციელებენ საოცარი დესტრუქციული და აგრესიული მეთოდებით, რაც ადამიანთა დიდ ნაწილში უკუ რეაქციას იწვევს. არა მხოლოდ მაპროტესტებლების, არამედ უკვე თავად იდეის მიმართ. ნაწილ მოსახლეობას ამ დესტრუქციული მოქმედებების შემხედვარეს შავკანიანთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო უმძაფრდება. ნაწილი კი არა მხოლოდ არ გმობს ასეთ ბრძოლის მეთოდებს, არამედ ამართლებს კიდეც. რადგან მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი მშვიდობიანი გზები არაეფექტურია. საბოლოოდ მთელი ეს პროცესი დიდ შოუს ემსგავსება, რომელზეც გარკვეული პიროვნებები და პოლიტიკური ძალები ქულებს იწერენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იდეა სწორია და გარკვეული წარმატებაცაა უკვე მიღწეული ამერიკის კანონმდებლობის მხრივ, რომელიც პოლიციის მოქმედებებს და უფლებებს ეხება. მე არ ვარ ამერიკის პოლიტიკაში და ზოგადად მათ პრობლემებში ღრმად გარკვეული ადამიანი. უბრალოდ ესაა, რაც ყველას ხვდება თვალში. უბრალოდ ცალსახაა, რომ ადამიანები ყველა ფრონტზე და სფეროში თითქოს ორად არიან გახლეჩილები და ერთმანეთს უპირისპირდებიან. მაგრამ მე კიდევ სხვა რაღაც მაფიქრებს. რასიზმი, ფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა მოძრაობები. თითქოს ერთხელ ერთ მხარეს გადაქანებული წონასწორობა ეხლა მეორე მხარეს გადაქანდა და მერე უკიდურესობაში იმყოფება. სანამ ახალი წონასწორობა დაამყარდება. როგორ იქნება ეს წონასწორობა? ჩემი გადმოსახედიდან მიდის ერთგვარი გლობალური გათანაბრების პროცესი რასებს, ეროვნებებს, სქესებს, სექსუალურ ორიენტაციებს შორის. მაშინ, როცა ეს გათანაბრება არასწორია. იმ მხრივ, რომ ადამიანები, ერები არ არიან ერთნაირები. ისინი განსხვავდებიან ევოლუციური საფეხურებით, განსხვავდებიან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით, მორალური ფასეულობების აღქმის უნარით, თუ სხვა უამრავი თვისებით. რადგან ზოგიერთი სული ჩამორჩენილია ევოლუციურ შკალაზე, ზოგი კი გაცილებით წინ უსწრებს საშუალო სტატისტიკურ ადამიანს. ჩვენი კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ განსხვავებულობა და ვინმეს ჩამორჩენა, რომელიმე კუთხით რატომღაც იწვევს ჩამორჩენილის ჩაგვრას, იმის მაგივრად, რომ ის დახმარებაზე, წამოწევაზე იყოს ორიენტირებული. ამიტომ მიდის გათანაბრების პოლიტიკა, რომელიც მოიაზრებს, რომ ყველა ერთიანია. შეიძლება ვცდები ზედმეტად მარტივად ვაყალიბებ აზრს. შეიძლება მე ვერ ვხედავ სრულ სურათს. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ ღმერთის წინაშე ერთმანეთის დები და ძმები ვართ. როგორებიც არ უნდა ვიყოთ, რეინკარნაციების პირობებში ერთი და იგივე სული სხვადასხვა რასაში, ქვეყანაში ინკარნირდება. ხოლო ერთ-ერთი მთავარი საღვთო კანონი ამბობს, რომ ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას. ამიტომ ცნობიერების აწევისას მეუფესთან ჩემდა უნებურად ამ თემაზე წამოვიდა ფიქრები. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხზე, კერძოდ ჩემი საქმიანობის გაგრძელებაზე მინდოდა გარკვევა. ჩემ კითხვაზე საპასუხოდ მან ზევიდან გადმომახედა და მე ერთგვარი ტურბულენტური ნაკადები დავინახე, რომლებიც არათანაბრად იყვნენ დედამიწაზე განაწილებული და ზოგან მეტ, ზოგან ნაკლებ მოძრაობას ქმნიდნენ. მეუფე. შენ იცი, რომ კაცობრიობის ევოლუცია მიმდინარეობს მატერიაში ჩასვლა ამოსვლის ციკლებით. როდესაც სული ღრმად ეშვება მატერიაში, ადამიანთა შორის ჩნდება დაშორებულობა, დისკრეტულობა, ვითარდება ეგოცენტრიზმი, მიმდინარეობს გაყოფის, დაშორების პროცესები. მე ხდება უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენ. ამ დროს ჩნდებიან რასები, ერები, ჩნდება განსხვავებულობა და შედეგად საზღვრები. რადგან განსხვავებულ და მარტოსულ მეებს სხვებისგან გამიჯნა და თავდაძვა სჭირდება. ჩნდებიან ქვეყნები, ქალაქები, დასახლებები. რაც უფრო დაბალვიბრაციულ რეალობაშია სული, მით მეტია დაყოფა და გამიჯნა ცოცხალ არსებებში და შესაბამისად მეტია თავდასხმა, თავდაცვა და უფრო მაღალია ცოცხალი არსების ტანჯვის დონეც. მაგრამ ეს პროცესი გლობალური გადმოსახედიდან ასეც უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ეს ის ევოლუციური საფეხურია, სადაც ამ დისკრეტულობაში სული იძენს ინდივიდუალურ თვისებებს. საბოლოო ჯამში მან ხომ ღმერთ რეალიზაციის ინდივიდუალურ ვარიანტს უნდა მიაღწიოს. როდესაც მატერიაში ჩაშვების პროცესი მთავრდება, იწყება ამ ინდივიდუალობას შეძენილი სულების ამოყვანა, უკან სულიერ განზომილებაში და იწყება უკუ პროცესები, რომლებიც საყოველთაო ძმობას და თანაბარ უფლებიანობას მოიაზრებს. საწყის საფეხურებზე ეს იდეები შეიძლება არასწორად ჩანდეს, რადგან ამ დროის მდგომარეობით რეალობა არ შეესაბამება იდეას. იდეა წინ უსწრებს.
განსხვავებები რასებში, სხვადასხვა კულტურებს და ერებს შორის, გინდა ფიზიკურ, გინდა სულიერ მდგომარეობებში ცალსახაა. თითქოს არ შეიძლება მათი გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ. თითქოს ერთი რასა აშკარად ჯობნის მეორეს, ან ერთი ერი უფრო განვითარებულია ვიდრე მეორე. მაგრამ ხომ გახსოვს, ჯერ ჩნდება იდეა, ჯერ ისახება აზროფორმები, ხოლო მერე ეს იდეები ილექებიან მატერიალურ განზომილებებში. იდეა ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს რეალობას. იდეა ყოველთვის უფრო ამაღლებული უნდა იყოს ვიდრე რეალობა. ეს არაა უტოპია, ეს არის კანონი. ხომ გახსოვს, რას გასწავლიდა მიქაელი? სულიერების ამაღლება ცნობიერების გაფართოებით და მეტი ეგრეგორის შერწყმით ხორციელდება. საბოლოოდ სულიერად ამაღლებულ არსებებს იმდენად ძლიერი ერთობის გრძნობა უჩნდებათ, რომ ყველას ერთმანეთის განცდა ნაფიქრალი ესმით. მე მიქაელის სიტყვები გამახსენდა. ამ დონეზე, იგულისხმება მის დონეზე. ცოცხალ არსებებს უდიდესი ერთობის განცდა აქვთ თავისი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ სულებთან. სხვა სიტყვებით თავის ოჯახთან. ჩემთვის ეს მე და ჩემი ანგელოზთა ლეგიონია. ჩვენ ერთ მთლიან ორგანიზმს ვქნით, რომელიც რაღაცით ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების შეთანხმებულ საზოგადოებას შეიძლება შეადარო. აქ მონადებს, სულებს გააჩნიათ, მაგრამ მაინც შედარებით წაშლილი აქვს ინდივიდუალობის შეგრძნება. სხვებთან სიყვარულის ერთობის განცდაში. ფრჩხილებში იხილეთ გნოზისი, ანუ ანგელოზის გული პირველი წიგნი. მიქაელის გახსენებაზე უნებურად მისკენ წამივიდა ფიქრები. გამახსენდა და მომენატრა ის დრო, როდესაც ყოველ ღამით და დილით ის მასწავლიდა. განასხვა მეუფეებთან ურთიერთობა სიხარულს არ მანიჭებდა, მაგრამ მიქაელთან სწავლა მხოლოდ სწავლა არ იყო. მასთან კავშირის დამყარება ყოველთვის იწყებოდა ძლიერი სიყვარულის გრძნობით, რომელიც ორმხრივი და ძალიან მძაფრი იყო. არც ერთ სხვა მეუფეებთან არ მქონია ასეთი ემოციური კავშირი. მიუხედავად ძლიერი პატივისცემისა და მოწიწების, ეს რაღაც სხვა იყო. მის გახსენებაზე უნებურად მისკენ მონატრებისა და სიყვარულის ემოციები გამეგზავნა და ჩვენ შორის უმალ გაჩნდა კავშირი, რომელსაც თავად მისი გამოჩენა მოჰყვა. ის მაშინვე მეუფესთან მივიდა და გააბა საუბარი, რომელიც ვიცოდი, რომ მე მეხებოდა და რომელიც თითქოს მოსალოდნელი იყო მისთვის. რაღაცას უხსნი და უпроსწორედ უმტკიცებდა. საუბარი რომ დაასრულეს, მეუფეს მომიბრუნდა და მოულოდნელი რაღაც მითხრა. მე მყავდა ერთი მოსწავლე. ძალიან წარმატებული იყო თავის დარგში. თავიდან ვერ მიხვდი რა იგულისხმა. მან ამ ადამიანის ვიზუალიზაცია გამომიგზავნა, რომლიდანაც ამ კაცის პიროვნება შევაფასე. ის ერთგვარი მეომრების კატეგორიიდან იყო. არ ვიცი როგორ ავხსნა უკეთესად. ცოტა მკაცრი, ძალიან ასკეტური და ძალიან მამაკაცური. მის გამოცდილებაში იგრძნობოდა ჭირთათმენის უაღრესად განვითარებული ნებისყოფა, ამტანობა, უშიშრობა და ერთგულება. როგორც ჩანს, მის სულს მრავალი ბრძოლა, ფიზიკური ტკივილი და მძიმე განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი. თითქოს მთელი მისი სხეული ნაიარებით იყო დაფარული. მეუფემ განაგრძო. ყოველ ჯერზე, როცა სასწაულად ჩემთან მოდიოდა, მე მას სხვადასხვა ფერის და ფორმის სკამებზე ვსვავდი. მან ისევ გამომიგზავნა ვიზუალიზაცია. ამჯერად ეს უცნაური ფორმის ბავშვურად შეფერადებული მკვეთრი ფერების სხვადასხვანაირი სკამების სურათები იყო. იქ იყო გოგოს პრინცესული სტილის სკამი, ბავშვის გვირილებით მოხატული მწვანე სკამი, ანტიკვარული გაპრანჭული ტახტი და სხვა. ყოველ ჯერზე განსხვავებული სკამი ჰქონდა. განაგრძო მეუფემ. მხოლოდ მას, სხვა დანარჩენები ჩვეულებრივ სკამებზე ისხდნენ. ეს ხომ უბრალოდ სკამი იყო, მეტი არაფერი. მაგრამ დამიჯერე იმხელა დისკომფორტი ჰქონდა ამის გამო, რომ ყურადღებით ვერ უსმენდა იმას, რასაც ვასწავლიდი. მან პაუზა გააკეთა და გამომცდელი მზერით შემხედა. როგორ ფიქრობ, რატომ გიყვები ამას? ამ სიტყვებმა საშინლად დამძაბეს. ჩემს გონებაში პასუხი მწიფდებოდა. მივხვდი, რომ ამ ადამიანს ძლიერი თვითიდენტიფიკაცია ჰქონდა გარკვეულ იმიჯთან, რომელიც მისთვის ეგოს გაძლიერების და მიწიერი მიჯაჭვულობის ფორმას წარმოადგენდა. იმასაც მივხვდი, რომ პარალელი საკუთარ თავთან უნდა გამევლო, მაგრამ მეუფემ ჩემი ფიქრები წაიკითხა და გამაჩერა. ჯერ ნურაფერს მიპასუხებ, იფიქრე მაგაზე. თავი მე-18, 2020 წელი, 16 ივნისი, უცნობი მეუფე. დილით ისევ მქონდა ცნობიერების აწევის შეგრძნება, მაგრამ დღეს ახალი შეხვედრა შედგა. ბოლომდე ვერ ხვდები ვინ იყო. ვიცი, რომ ერთ-ერთი მეუფეთაგანი. მისი ხასიათი მაშინვე შევაფასე.
ის განსხვავდებოდა იმ მასწავლებლებისგან, ვისთანაც აქამდე მქონია კონტაქტი და რომლებიც ასე უხვად მაჯილდოებდნენ სითბოდით და სიყვარულით. ეს მეუფე მკაცრი ჩანდა. ის მოკლედ კონკრეტულად და საქმეზე საუბრობდა. რატომღაც ჩემი სკოლის მკაცრი მასწავლებლები გამახსენდნენ, მაგრამ თან საკუთარი თავი დავამშვიდე, რადგან მკაცრი მასწავლებლები ყოველთვის მიყვარდნენ და ისინიც პატივს მცემდნენ ხოლმე. ასეთი მასწავლებლები სამართლიანები არიან და სიბეჭითეს და შრომას განსაკუთრებით აფასებენ. ამ მეუფის ტელეპათიური ხმა გამორჩეულად კარგად ისმოდა. ეს მომენტი ნიშანდობლივ აღნიშნე და უთხარი კიდეც. ძალიან კარგად მესმის თქვენი ხმა. უთხარი ცოტა დაბნეულმა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რაზე მესაუბრა. როგორც წესი სხვა მეუფეებთან სასაუბრო თემა თავისი და ადვილად მოდიოდა ხოლმე. რადგან მე თითქოს ვიხსენებდი და ჩემი ცნობიერებიდან ბუნებრივად აღმოცენდებოდა კითხვები და საჯირო როტო საკითხები, მაგრამ ამ მეუფესთან ეს გახსნა რატომღაც არ გამომდიოდა. მეუფე. ჩვენ ფიქრობთ ერთი მნიშვნელოვანი დავალება მოგცეთ. ხედავთ, რომ პირად სივრცეში ყოფნა ძალიან მოგწონს და ჭრდილში ყოფნას ამჯობინებ, მაგრამ სულ ასე ხო ვერ იქნება? მე მომინდა პასუხის გაცემა, მაგრამ მან, როგორც მეუფეებმა იციან ხოლმე, წინასწარვე იცოდა ჩემი ფიქრები და ერთგვარად გამაწყვეტინა. ოღონდ არ თქვა, რომ არ შეგიძლია და საამისო თვისებები არ გაქვს. ყველა ასე ამბობს. ამ ნათქვამმა დამაბნია, რადგან ზუსტად ამის თქმა მინდოდა. უმრავლესობა გნოზისის ჯგუფის წევრებმა და წიგნის მკითხველებმა არ იციან, ვინ არის იმა. არ იციან ჩემი რეალური პიროვნების შესახებ. ამგვარი იზოლაცია ხალხის ყურადღებისგან ჩემთვის ძალიან კომფორტულია. მე არც არავის აღიარებას ვეძებ და არც არავის მასწავლებლობა მწყურია. სწორედ ეს მოგვეწონა. უეცრად გავიგონე მეუფის ფიქრები. ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლები არასოდეს ეძებენ ამ საქმეს. მათ ესმით, რომ სულიერ მასწავლებლობაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი, რომელიც კაცობრიობას ევლინებოდა, იქნება ეს იოგი, გურუ თუ ქრისტიანი მოძღვარი, ჩვენგან ნათელი იერარქიისგან ხელდასხმული უნდა ყოფილიყო. თუ არ იყო ეს და ეს როლი თვითნებურად ჰქონდა ნაკისრი, ვაი მის ბრალს, უკეთესია ქვა მოიბა კისერზე და ზღვაში გადავარდე, ცრუ მასწავლებლობაზე მძიმე კარმა არ არსებობს. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამზაფრეს, მით უმეტეს ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი. ყველა ის ადამიანი, ვინც ინტერნეტით მეკონტაქტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ ვასწავლიდი, ჩემთვის თანაბარი სულიერი მაძიებლები იყვნენ, რომლებსაც მე უბრალოდ ჩემ სულიერ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებდი. არავის არასდროს არ ველაპარაკებოდი მენტორული ტონით, ან ჭკუის დამრიგებლური რიტორიკით. ყოველთვის ვცდილობდი თანაბრის პოზიცია დამეკავო. სულიერი მასწავლებელი სულ სხვაა. მაშინ სხვანაირად მიუდექი მე წეღანაკრძალულ აზრს. მე იმ ჩემს თვისებებზე გეტყვით, რომელიც არ შეეფერება სულიერ მასწავლებელს. მაგალითად, მე ძალიან რბილი ვარ. ყოველთვის მეშინია ადამიანს რამე არ ვაწყენინდო და სიმკაცრე არ მყოფნის. ამიტომაც ვარ აქ. უმალ მოვიდა მისი პასუხი. შემდეგ ხმა ისევ დაიკარგა. რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ კონტაქტი მეუფესთან ხან მეკარგებოდა, ხან ისევ მყარდებოდა. როგორც გავუმართავ ტელეფონში, სადაც ხმა წყდება ხოლმე, თუმცა როცა ისმის, კარგად ისმის. როცა მიქაელთან ან სხვა მეუფესთან მიწყდებოდა კავშირი, მე მათ სიყვარულით პოულობდი. მათზე ფიქრს რომ ვიწყებდი, სიყვარულის გრძნობა მიჩნდებოდა და მათ სულებს მაშინვე პოულობდი. მაგრამ ამ მეუფესთან ემოციური კავშირი ვერ მიჩნდებოდა. ამიტომ არ ვიცოდი როგორ მომეძებნა. როგორც ჩანს ამ წვეტებისას ის მპოულობდა და არა მე. უეცრად მეუფემ თემა შეცვალა და განსხვავებული ინტონაციით თქვა. მაშინ, როდესაც პირველად გამოთქვი ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი იმის, რომ სინათლის ფოკუსი არასდროს ჩამქრალიყო, გახსოვს? მე ის საბედისწერო მომენტი გამახსენდა. მაშინ ისეთი ენთუზიაზმი ამენთო, რომ ლამის ფიზიკურად გავნადდი. მაშინ ყველამ დაგინახეთ, ძალიან ნათლად ჩანდი და ჩემ და გასაკვირად მისი ღიმილი შევამჩნიე. ამ ღიმილზე მეც საპასუხოდ გამეღიმა და უეცრად ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის ძაფი გაიბა. ჩემი შინაგანი ჩაკეტილობა გაიხსნა და გული გადამეშალა. როდესაც მეუფეს გულს უხსნი, ისიც გიხსნის. ეს ორმხრივი კავშირია. ის შენ გხედავ, შენ კი მას და ამ კაცრი საქმიანი ინდივიდუალობის უკან მე წამიერად დავინახე ის დიდი და კეთილი გული, როგორც ყველა მეუფეს აქვს, რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ეს შეხება მის პიროვნებასთან წამიერი იყო, მაგრამ მე ჩავებღაუჭი ამ გრძნობას, რომ კავშირი გამემყარებინა. კონტაქტი ისევ აღდგა და მეუფემ მკითხა, რა თემაზე მსურს საუბარი.
ადრე თუ საუბრის თემა ადულად მოდიოდა, ახლა ამ თემის ძებნა დამჭირდა და ჩემი არჩევანი კაცობრიობის წარსულზე, კერძოდ ატლანტიდაზე გაჩერდა. მართლა არსებობდა ასეთი ცივილიზაცია? რატომ ვერ პოულობენ დამაჯერებელ არტეფაქტებს? რამდენად დიდი ხნის წინ იყო და როგორი იყო? მივაყარე მე კითხვები. მეუფემ ჯერ პაუზა გააკეთა. მერე ვიზუალიზაცია გამომიგზავნა რამდენიმე წრიული ფორმის ქალაქ სახელმწიფოსი, მაგრამ მერე თითქოს გაჩერდა. მინიმუმ 4 ფიქსატორი აზრო ფორმა უნდა ჩავსვე შენს ცნობიერებაში, რომ მერე სრული სურათი შევიტანო, თქვა მან. შენს ცნობიერებაში დასაყრდენს ვერ პოულობ. ძალიან მწირი ინფორმაცია გაქვს. თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მივხვდი მხოლოდ, რომ იმისთვის, რომ ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმექვა, იმ ტიპის კონტაქტით, რაც მე მქონდა, რაღაც ცოდნა ამ საკითხზე წინასწარ უნდა მქონოდა. ანუ რაღაც არქეტიპებს უნდა დაყრდნობოდა. იმისთვის, რომ მე სრული სურათის ვიზუალიზაცია მომეხდინა. ეს იგივეა, რომ დიდი მთების სურათს გიგზავნიდნენ, მაშინ, როცა შენ ზღვის გარდა არაფერი გინახავს. მცირე ბორცვი მაინც უნდა გქონდეს ნანახი, რომ დიდი მთების სურათი სრულფასოვნად აღიქვა. არ ვიცი უკეთ როგორ გადმოვცე აზრი, მაგრამ იმ ტელეპათიურ კონტაქტს, რაც მე მაქვს, როგორც ჩანს თავისი შეზღუდვები აქვს. მე მომანიჭეთ უფრო მკაფიო ხედვის უნარი, პირდაპირი ხედვის. მე მზად ვარ ასტრალში გავიდე ცნობიერების სრული შენარჩუნებით. ან იქნებ რამე სხვა მეთოდს მივმართოთ? არ გამოვა, ფიზიკური სხეული უნდა მომზადდეს. მითხარით რა გავაკეთო და ყველაფერს გავაკეთებ. თუ შიმშილობაა საჭირო ამ ყველაფერს დავიცავ. არა, ამას ბევრი დრო უნდა და სხვა პირობები. კავშირი ისევ გაწყდა და ისევ დამყარდა. მე რატომღაც მიქაელისკენ წამივიდა აზრები და ისევ ვიგრძენი მისი თბილი, მოსიყვარულე თანამყოფობა. ჩემ სენტიმენტებზე მეუფეს გაეღიმა. ტყუპის ცალი ალი, ჩაელაპარაკა მან. მას თავისი ცნობიერების ნაწილი მუდმივად შენთან აქვს დატოვებული. ამიტომ ნუ გეშინია, არსად დაიკარგება. მე მინდოდა მეტი გამომეკითხა, რას ნიშნავს ტყუპის ცალი ალი, მაგრამ კავშირი ისევ გაწყდა და ამჯერად აღარ აღდგა. ეს პირველი კონტაქტი იყო, რომელმაც დაბნეულობაში დამტოვა. ბუნდოვნად ხვდები, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, მაგრამ სახელს მაინც არ დავწერ, რადგან არ ვარ დარწმუნებული და მეუფეს სიმკაცრის მერიდება. თავი მე-19, 2020 წელი, 17 ივნისი. ახლოვდება ახალი, გარდამტეხი მომენტი. ახლოვდება ზაფხულის ნაბუნიობა. ამჯერად ზაფხულის ნაბუნიობა ემთხვევა მზის დაბნელებას. ცალსახად ეს გარდამტეხი მომენტი იქნება ჩემს ცხოვრებაშიც. ეს დღეები ვფიქრობ, რომ ახალი გეზი უნდა ავირჩიო. ვფიქრობ მეუფეებთან თხოვნა გავაგზავნო, რომ ისევ მიქაელთან მიმამაგრონ სასწავლებლად. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი საკრალური ცოდნის მიღებას. ხომ ზუსტად ვიცი, რომ მიქაელს არ აქვს ამაზე შეზღუდვა, მაგრამ შეუძლია გაცილებით მეტი გამიმხილოს. თუ რა თქმა უნდა ამაზე მისი საღვთონება იქნება. წინა ღამით დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა ჩემი თხოვნის ფორმულირება. ჩემი პრიორიტეტები ჩემთვის ცალსახა იყო, მაგრამ მეუფეებთან ბოლო შეხვედრებმა დამაფიქრეს. რამდენად სწორია ეს ჩემი სურვილი. სურვილია, მაგრამ იქნებ საქმე სხვანაირად სჭირდება. მაგრამ სხვანაირად რომ იყოს საჭირო, ხომ თავად მიქაელი მეტყოდა ამის შესახებ. ან იქნებ არ მეტყოდა. იმიტომ რომ უმეტესწილად არ მეუბნება ხოლმე რა უნდა გავაკეთო, ან რა ავირჩიო. ის ყოველთვის ჩემს გადაწყვეტილებას ელოდება. ჭყალებში ვერავინ ვერ იცხოვრებს ცხოვრებას შენს მაგივრად. ნუ ელოდები რომ ვინმე მგმართოს. გზის მინიშნება და მართვა სხვადასხვა რამეა. გამახსენდა მე მისი სიტყვები და კიდევ უფრო დავიბენი. ცალსახად გრძნობდი, რომ ჩემი არჩევანი იქნებოდა გადამწყვეტი მომავალი წლის საქმიანობაში. თავი მე-20, 2020 წელი, 19 ივნისი. ჩემი თხოვნა წერილი კარმის მეუფეებს. ბოლო-ბოლო აზრებს თავი მოუყარე. გადავწყვიტე და დავწერე წერილი, სადაც ავიღე რამდენიმე ყოველდღიური ლოცვითი ვალდებულება და გამოვთქვი სურვილი, რომ წიგნის წერა გაგრძელდეს და ჩემი მასწავლებელი ისევ მიქაელი იყოს. ასევე ვთხოვე, რომ ვინმე ადამიანი გამოეგზავნათ, ან მიეთითებინათ, ვინც ამ საქმეში გვერდით დამიდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეთი ადამიანი უკვე ისედაც არსებობს, კარგი იქნებოდა, რომ მეუფეებისგანაც წამოსულიყო კონკრეტული მითითება. შემდეგ ეს წერილი დაუწვი და ლოცვებში მიქაელს მოუხმე და ვთხოვე, რომ ამ წერილის ეთერული ანაბეჭდი კარმის მეუფეებთან მიეტანა, რადგან ახლოვდებოდა ახალი გარდამტეხი მომენტი.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი საქართველოს სამეზობლოში მძვინვარებს, ჩვენთან სიმშვიდეა. სული სიზმარი მახსენდება ტორნადოზე. სადაც ტორნადო ყველაფერს აანგრევს, მაგრამ ჩვენ შედარებით გვინდობს. როგორც ჩანს, მუშაობის შესაძლებლობა მექნება. ამიტომ ჩემი სურვილიცაა, რომ ეს საქმე გაგრძელდეს.